მოგესალმებით. გამარჯობა ნოდარ. რა ტრაგიკული სახეა, აი, ჩვენ აქ მაგის არა ვარ შეკრებილი. ბიჭო, იმისთვისაც იმ ჟანრში ვერ ვიქნები დღეს, ბევრი მიზეზის გამო, თამაშის, ყოველგვარი თამაშის გარეშე. შენ გენასწავლოს, შენ პატრიოტიკაც. პატრიოტი რა შუაშია, რა შენ ხარ ხასიათზე? მემკიდია. სასის აი ჩაჯდება რაც ვიდა. კომაქს წამდა, მაგრამ ახატია. მოკლედ, ბილიბერკის ირლანდიურ პაბში ვიმყოფებით, სეტანტა-სეტეს ქუჩაზე, კოსტავოს 77-ში უბრალოდ. სეტანტა-სეტე, რა თქმა უნდა, ტრადიციას არ დავარღვევ და ძალიან კარგი და საინტერესო სტუმრები გვყავს. საინტერესო, იმიტომ რომ და შევაჯამოთ ნაკრების აი ეს ჯგუფი და ზოგადად ქართულ ფეხბურთზე ვილაპარაკოთ. ლადო ბურდული, ლევან კორღალიძე, ზედმეტი წარდგენის გარეშე, ყველამ კარგად ვიცით. ნუ ეხლა მხოლოდ მაგ თემაზე არა ვარ შეკრებილები, თან ცოტას გავერთობით კიდევაც შეძლებს დაგვარად. მაგრამ ნოდარი როგორც ჩანს დღეს ძალიან ვინორში იქნება რა. შენ ხო არ გიყურებია თამაში? პარალელურად აბა რა განერვიულებს მაშინ თურქეთი და ის მიყავდა ესპანეთი და რა განერვიულებს? არა, რა განერვიულებს რა კუთხურების დროს ან პაუზა ვიყო. ჩვენ ვიწყებთ სუფთაფურცლიდან ძმაო. კაი მორჩეთ ამ ხურობას და გადაობას. სუფთაფურცლიდან. ხო, მიდი თქვი ბარემ ესეც, სანამ თვილია. ხო, და კომაგობა არ აკდა ჩვენ ნაკრებს ბულგარეთში, სხვათა შორის ტრადიციულად კომაგები სპორტული ჩვენი ქართული სპორტის კომაგები იყვნენ ჩასულები და გულხურვალეთ კომაგობდნენ ეროვნულ ნაკრებს და აქვე მივაბავ ზუსტად ჩვენი სპონსორი, ჩვენი მეგობარი, კომაგი, ძალიან გემრიელი, მიირთვით, დააგემოვნეთ და უკომაგეთ ქართულ ფეხბურთს. ლადო, ლევან, მოგესალმებით, გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. სიმღერით ვაპირებთ დაწყებას, აწყო თუ არ აღწყალოს, მომავალი შენია. მოდი ცოტა ესე იუმორით სარკასტულად შევხედოთ ამ ყველაფერს. წავაგეთ რა. ცხელგულზე ვართ, ეხლა ჩვენ ესე გვემთხვევა ხოლმე. ნინაზე იყო ცხელგულზე ვიყავით, ეხლა ცხელგულზე ვართ. არ ველოდებოდი ნახდათ რომ ბულგარეთის ნაკრებთან წავაგებდით რა. შეაფასეთ თქვენი თვალი დანახული სიტუაცია ნაკრებში, არის კრიზისი. ეს შეგვიძლია თამამად თქვათ, რომ დღეს არის კრიზისი, იმიტომ რომ გუშინდელ თამაშს უყურეთ და არაფერი არ გამოვიდა. ეხლა ეს თამაში იწერება, ჩვენი გადაცემა იწერება მეორე დღეს ბულგარეთის თამაშის შემდეგ. დაიწყე. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. თქვენთან სტუმრობისთვის დიდი მადლობა. რაც შეეხება თამაშს, გუშინდელ თამაშს რაც შეეხება, ნუ რა თქმა უნდა, მანამდეც ვილაპარაკეთ ჩვენ, რომ ცოტა პატარა ისეთი პერიოდი გვიდგას, რომ კომპლექსურია, მეთან ლეონი ერთად ვიყავით თქვენთან სტუმრად, სხვა გადაცემაში და ზუსტად კომპლექსურობაზე ვილაპარაკობდით ის, რომ არ არის კაი დღეები არ უდგას ეროვნულ ნაკრებს, მაგრამ ჩვენ როგორც ახლა მე პირადად როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტი და რომ სულ მგონია რომ სულ კარგად ვიქნები და ის სანატრელი დღეც რომ მოგვივიდა როცა ევროპის ჩემპიონატზე გავედი და იყო მაგამდე ხომ მივედით რაღაცნაირად რომ ის სულ ბევრი მქონდა წარუმატებლობა ეს მაგრამ მაინც ყოველთვის გჯერა რომ კი შევძელით ეხაც მგონია რომ ესაც დროებითია ყველაფერი და გადაილახება მთავარია სწორი ანალიზი გაკეთეს როგორ და რატო კონკრეტულ თამაშს რაც შეეხება და თამაშიდან თუ ვიმსჯელებთ ვთვლიდი რომ გუნდურობა არ იყო დარღვეული იყო ყველა ზოლი აბსოლუტურად დროული არაპასი, არაზონებში გადაადგილება, ანუ ეხლა ამას არ ვიტყვი რომ რაღაც, მაგრამ ჩემი გადმოსახედან შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი, მოიძებნება ის ადამიანიც იტყვის, რომ ამათმა გარჩევა, მაგრამ რასაც მე ვხედავ, ის უნდა გავიზიარო. გარჩევა რა მაგიტოზი ვარ და ყველამ თავისი აზრი ვთქვა. შეიძლება სულ არ დაემთხვა ჩვენი აზრი. იყო გახლეჩილი ორგანიზმი, რომელიც ანუ ყველა ცდილობდა რომ ინდივიდუალურად გასულიყო ფონს და იმის იმედზე ვართ რომ ყვარას მივცემთ ბურს და 5 კაც მოატყუებს, 6 კაც მოატყუებს და შეიძლება რაღაცა სასწაული გააკეთოს. მაგრამ ყვარამაც რაღაც ერთ-ერთ მომენტში თავის თავზე აღება აპასი არ გააკეთა. რაღაც ანუ მაგას ანუ მე ვიძახი რომ ხო ანუ მაგ მივდიოდი რომ აი გუნდურობას რას ვიძახი რომ არადროული გადაადგილება, არადროული პასი, არადროული ესეც ხარ როგორ ჩამოიშალა ბიჭო ევროპის ჩემპიონატზე რა თამაშები. ვილაპარაკეთ პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. რაც ვილაპარაკეთ წინა გადაცემაში თქვენთან რო ვიყავით ის კომპლექსურობაზე მე ვფიქრობ რომ ეს კრიზისი ეხლა არ დაწყებულა ესპანეთი ცოტა ადრეა უფრო ცოტა იქით არის ევროპის მერე ზუსტად აი ალბანეთთან თამაშის მერე კი ბატონო ნამდვილად აი ეს ერთობა ეს გუნდურობა რაც ლადო მილაპარაკა ნამდვილად თვალსაჩინო რა გვაკლია ნამდვილად რა რომ ის აღარ არის ის დადებითი მუხტი ის რაღაცა არ შეიძლება გარედან
შიგნით კი უფრო დეტალები უფრო შიგნით დაჩანს, მაგრამ გარედან ძალიან ბევრი რამის დანახვა შეიძლება და ჩვენ მართლა მე პირადად დავინახე, რომ აი ეს ერთობა, ეს გუნდურობა არ არის ხა და დარწმუნებული ვარ, წეგან ახსენა ლადომ, რომ შეძლებს საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობა და ყველა, ჩვენი წვლილიც არის, ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ ყველა მერთად ისევ რაღაცნაირად ეს ნაკრები ისევ იმ დონეზე უნდა წვეცი. ადამიანს უმკურნალო სწორი დიაგნოზი უნდა დასვა რა პირველ რიგში უნდა დაისვას რატომ ხდება ეს კრიზისი აკითხვა მაგ ხო ბოდო შეგაწყვეტები გაგაზეთ ორივე ამბობთ რომ გუნდურობა არა რატო აი ამას გეკითხებით ხო ეხა აი ეს უკვე რატო ჩვენ ლაპარაკობთ ზოგადად ხო ეხა უყურეთ რაც გარედან ჩანს რატო აი ზუსტად ის სწორი დიაგნოზია დიმ აი რაზეც ლაპარაკობთ რომ სწორი დიაგნოზი უნდა დაისვას და მე უნდა უკურნალოთ აი რატო ეგ უკვე შიგნიდან რატო არ არის? ეგ ჩვენ მაგ კითხვაზე ჩვენი გასაცემი არა, მაგ კითხვას მაგაცეს. ძნელებმა, ფეხბურთელებმა, ვისაც ევალება. იმიტომ რომ იქ იმდენი ფეხბურთში ჩემთვის წვრილმანები არ არსებობს. ფეხბურთში. ის წვრილმანი, აი ზუსტად ეგ იყო თავიდან ზუსტად ამ კრიზისის საწინდარი რა, რომ აი ეს წვრილმანი პატარა რაღაცა გაგვექცა, რაღაცა მერე გახდა პრობლემა და პრობლემის გადაჭრა ბევრად უფრო რთულია ვიდრე ამ პატარ-პატარა წვრილმანების მოგვარება. ზედმეტი რაღაც ეიფორია ხო არ შევქმენით, ხო არ ავტეხეთ აი ამ ჯგუფში და ზედმეტი ამოწმოდინები რა. თქო და აი მაგას გამოეხმაურები და გეტყვი რა. მოდით მოდის მოლოდინიდან ახლა ხო ეგეც არა მე იმას ვამბობ არ უნდა გინდოდეს მოგება არ ვამბობ. ნუ და სკრინები გავაკეთე სხვა ჯგუფების. ხო. ეხლა მე კი არ ვამართლებ ამათ რა. ჯგუფები და ეხლა გაჩვენებთ ამ რა ჯგუფებზე არის საუბარი, სად ახარ, აგერ. დავიწყოთ. ესე იგი, ნუ კაი ხორვატია, ჩეხეთი, ნუ ჩეხებთან მოგებული ქონდა და ჩეხებთან თან ხორვატია, ჩეხეთი, ფარერები, მონტენეგრო, გიბრალტარი. ეს ერთი ჯგუფი. ინგლისი, გასაგებია, ალბანეთი, სერბეთი, ლატვია, ანდორა. შემდეგი. ავსტრია, ბოსნია, რუმინეთი, კვიპროსი, სან-მარინო. აი ჯგუფებზე გეუბნებით რა, აი ჩვენ დავჯექით 4 გუნდიან ჯგუფში. სადაც თამაშობს ესპანეთი, ამ ესპანეთი რო არ ვიცი ხა, მაგრამ 11-ჯერ მეგონი არავის არ შეხვედრია. ყველაზე მეტი ჩვენ იტალია იყო და ეხა ესენი გადაგვეკიდნენ რა. კიდე იყო თურქეთი. და აი რონდონმა რას თქვა რა? რო ჩვენ აბა რა კაი ჯგუფი დაგვხდა, შექმნა რო შევადაროთ. ობიექტურად რო შევადაროთ ფეხბურთელები თურქების და ჩვენი ესპანეთის არ ამოვაგდე. ჩვენზე კაი გუნდებში თამაშობენ. თურქეთის ნაკრების ფეხბურთელები. და სათამაშო პრაქტიკა აქვს. პრაქტიკა აქვს ყველას. ხო, ნუ ასე რომ ფავორიტი არ ვიყავი, ანუ არ უნდა გაგხარებოდა, რომ ეხა ჯერ 4 გუნდიან ჯგუფში ხდებით, ნაკრები თამაშები გაქვს და ავიძო, ეხა 6 ქულა უნდა აგვეღო მინიმუმ, ხო, ბულგარეთთან 2 თამაში მოგვეგო და თურქებთან ვერ გამოვიცანი, მე 6 ქულას ვამბობდი და ვერ გავარტყი სამწუხაროდ. ნუ ვერ გავარტყი. საქართველოს და ეხა იმასაც ვერ დააბრალოთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში დაბალი დონის ბრალია. ეხა ყველა ფეხბურთელი თამაშობს ლეგიონერია. ხო, არა, კი ბატონო. მოდი ვთქვათ, რომ კაი, შეიძლება უფრო კაი გუნდებში თამაშობენ, მაგრამ ისინიც არიან უმეტესობა მაგალითად თურქეთის ჩემპიონატი. და როგორი ჩემპიონატია? ეხა თურქეთის ჩემპიონატი. კაი, ხომ არა, შენ ყავს რომელიც თამაშობს ბუნდესლიგას. სიტყვაზე გეუბნება, იტალია სერიას, არა, ამიშობა, ჩემპიონატს ხო თამაშობს. კი ბატონო. ვერ იტყვი იმას, რომ შენ იმას უმეტესობა თურქეთი ყავს და შენ ყავს ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ანუ მოდი ინგლისი, ანუ ეგეთ ჩემპიონატებიდან მოგყავს შენ სად ყავს ინგლისი არ არის ის. მამარდაბა? მაგრამ მამარდა არა, ჩაკვეზე ვიზახია, ჩაკვე გვინდა. არა, ჩაკვე ხომ არა, მე მამარდავი. აი მაგას ანალიზ რო ვაკეთებთ, რომ ის არა, სხვა იყო პრობლემა, რომ თქვათ აი შიდა დონე გვაქვს დაბალი ეს, მაგრამ ეხა ხო ყველა წასულია. ეხა უმეტესობა ფეხბურთელი თითქმის ყველა წასულია, რა თითქმის ყველა წასულია. სოფლიოზე ნიგერიის 22-ვე ლეგიონერი იყო, ნიგერიის ჩემპიონატში. 22 ლეგიონერი ყავდათ, მაგარი გუნდი ყავდა და მენტალურად რაღაცებს ალბანეთის გუნდები სათამაშობენ ფეხბურთელები. იტალია სერიაში. კი ბატონო. ყველა სასტავშია, ყველა სათამაშოდ. ავიგე, მაგრამ შენებიც ხო თამაშობენ ეგეთ გუნდებში, როგორც ალბანელი ფეხბურთელები არიან. კი გავიგე, მაგრამ იგივე იმ თურქეთის ნაკრებთანაც პირველთან ხო შევხვდით. პიკზე ვიყავით ევროპაზე. პიკზე იყო ყველა ფორმის პიკზე. ანუ მივდივართ საათ ხო? აი რომ ახსენდება მაგალითად სანიოლი რომ მოვიდა პირველი შესარჩევი ხო? აი შვედეთი, ნორვეგია ეს გუნდები რო იყვნენ ხორვატი, ისა შოტლანდია. კლასიკურ შესარჩევ ციკლს რო გადავხედოთ პირველს, ამაზე კარგი იყო იმ ხრივ რომ 2 თამაში მოვიგეთ იქ, 6 ქულა ქონდა. გაშვებული ბურთებით თითქმის ახლოს ვართ რა. ზუსტ ციფრს ვერ დავასახელებ, მაგრამ ახლოს ვართ.
კლასიკური შესარჩევ ციკლში არაფერი არ შეცვლილა და იგივე ხაზით მივდივართ, თუნდაც რაც თქვენ თაობას ახსოვს და თამაშობთ ხო და გთხოვდნენ იმას მოუგეთ, არა გუნდების წინააღმდეგ, ნაკრებების წინააღმდეგ გიწევდა თამაში. მივდივარ იქით, რომ ანუ აფხრივ არაფერი შეცვლილა. კლასიკური შესარჩევისთვის ფაქტია, ჩვენ მზად არ ვართ და რეალობას უნდა ჩავხედოთ, იმიტომ რომ ვერ უწევ კონკურენციას, ამას ხო არ ვიგონებ ჩანს. ვერ უწევ კონკურენციას. თურქეთთან შეიქმნეს ერთა ლიგაში ისე დივიზიონში ავიწიეთ, გამოვხდება კაცმარეთ, ვინ დაიჯდება. იგივე წეღარო ჩამოთვალე ალბანეთი, ჩეხეთი და ესეთი ნაკრებები არიან იქ და შეხვდებიან, ხო? მე ლევანი სწორია, აი მართალი ხარ, ეს დაიწყო კიდევ უფრო ადრე რა, ვიდრე ამ შესარჩევში მე მოლოდინები იმიტომ არ შევიქმენი პირადად მე, იმიტომ რომ ერთა ლიგა მახსოვს გუშინ როგორც გავიარეთ რა. ორი თამაში რომელიც მახსოვს რა, აი ჩვენი ნაკრები რო გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ეს ბუმი რო იყო და მთელი ეს ამბავი, ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი რა და იქ თქვი რა, შევადარე, ანუ ლატვიის ნაკრებს, თქვენ გახსოვთ 2004 წელს ლატვიის ნაკრები თან კლასიკური გამოაგდო პლეი-ოფში. და გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და იქაც სხვათა შორის თავი არ შეურცხვენა, ძალიან კარგად გამოვიდნენ რა. გერმანიას 0-0 ეთამაში, ჩეხეთთან ნახევარმეტრი გადასული. იქ ფსიქოლოგიაც გეხსნება და თამაშობ რა. და ანუ ნახეთ მაგის მერე ლატვიის ნაკრები არსად არ მომხდა. აი ეგ თქვი ზუსტად, ანუ შევადარე მაგ განხრით რომ, მაგ კუთხით რომ არ იყოს ეს ერჯერადი და ამას უნდა შენარჩუნება. ხო, შენარჩუნება და აი ეს ხო იცი ცეცხლი რა, არ უნდა სულ უნდა უბერო სული რა, არ უნდა ჩააგდო რა. აი ისლანდიაც გავიხსენოთ ხო რა, გუნდი ყავდათ მაშინ და სულ დამთავრდა იმის მერე რა. მაგას ვიძახე, აი სულ უნდა რა, აი ახლოს მაინც უნდა ვიყოთ, აი ესეთი ჩავარდნები არ უნდა იყოს და აი მაშინ ვიტყვით რომ წარმატებულად გვაქვს წინსვლა რა. და გამიკვირდა ასევე აი არ იქნება წინსვლა თუ დაგვეზარა. მეგობრებო, ჯერ შეგახსენებთ რომ გამოვიწეროთ ჩვენი არხი დავალაითოთ რომ საინტერესო სტუმრები მოვიყვანოთ და ესეთი კენები დავშალოთ. აი ნახე არ დაგავიწყდეს ერთი წამი. მე ძალიან გამიკვირდა მაშინაც ვილაპარაკეთ იგივე სანიოლის კომენტარი. ძალიან გამიკვირდა რომ ჯერ კიდევ იქ ტკბობაში ვარ დარჩენილი და ანუ ორი შესარჩევი ციკლი რო გჭირდება ფეხბურთელების შეჯანჯღარებისთვის გამოსაფხიზლებლად, ეს ძალიან დიდი საგანგაშოა როგორც მწვრთნელისთვის პირადად და მთლიანად ნაკრებისთვის. საით მიყავს, იგი წავიდეს უნდა? შენ ეგრე გონია? კი. ეხლა? კი ბატონო, აი ახლა ხო დამთავრდა. მე ვფიქრობ, რომ ამაში შეურაცხყოფა, ამაში შეურაცხყოფა მეკითხები კაცო, აინტერესებს. არაფერი ცუდი არ არის, არც პიროვნული, არც მისი პროფესიის დაკნინება. უბრალოდ ძალიან ბევრ მწვრთნელს ამოუწურდა. ვინ უნდა მოიყვანა? ჰა? ეგ ახლა მე უნდა გადავწყვეტო. არა, ხო ნახე რა თქვა. ჩემზე უკეთო ამ სიტუაციას ვერავინ ვერ გამოასწორებს. ერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ მე ადრე ვამბობდი, მე აი იცი შენ და ადრე ვამბობდი. მე ვიტყვი რომ ევროპის მე რო წასულიყო, ეხლა რო წავიდე ვერ ხვდები რა, აი მართალი რო გითხრა. ეხლა შეტევა რა თქვა უნდა, წველები ხარ და იცი რა კარგად რომ მოდი შეტევა შენზე. შენ თვითონ გრძნობ წვრთნელი რა, რომ აი გააქვს იმის შესაძლებლობა რესურსი, რომ კიდე მიცე ამ გუნდს мотиваცია ისეთი როგორიც მიეცი შენ. მაგრამ შეიძლება იყო ეფორაში და გეგონოს რომ შეგილია და შეგენდოს. ხო, არა, ეგ არის ორი ანალიზი. აი, ეგ არის ხა, როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ხარ, იქ შენ ხა ეიფორიაში გეგონოს ეიფორია, ეგ უკვე ამხელა პასუხისმგებლობა. არა, თან გავიდა ლევან ძალიან დიდი დრო და მთელი ქვეყანა ვიყავით ეიფორიაში. კი კაცო, და ხო და აი ვინ უკარგავს? მთელი ქვეყანა ჩვენ მაგარ უნდა მართოს სიტუაცია. პულზე მაგას ვიტყვი ხელი და ეგ არის ზუსტად ნახე ჩვენ ეიფორიის უფლება გვაქვს. უბრალოდ გულშემატკივრები ვიყავით მაშინ და ვართ ეხლაც ხო საქართველოსთან მიუხედავად იმისა რომ ჩვენ მწვრთნელები ვარ და პროფესიონალურად იმ საქმეში ვართ მაგრამ შენ მართავ თავარი წვრთნელი მე მაქვს უფლება შარშა ზაფხულში ტელევიზორთან ვიჯექი მე და უყურებდი და ეიფორიის უფლება მქონდა ეხა ვიხსენებდი რა ეხა მე მუხლებზე არ გავსრიალებულ ვარ ბოლო გოლი რო შევაგდე რომ ახსოვს ეხა იმ სადაც თამაშობდი იმის მე მუხლებზე არ გავსრიალებულ ვარ პორტუგალია რო ჯუფიდან რო გავიდით ტელევიზორთან გავსრიალდი მუხლებზე მე კიდე რამე არის კიდე მე დატკენია უკვე ამას არაფერი აღარ ეშველება აკალენიკები ეხა წარმოვიდგინე მუხლებზე რო გავსრიალდი არა მართლა დი მაგ ხო იმხელა შეგრძნება იყო და ისეთი ეიფორია იყო რომ მე მაქვს მქონდა მაგის უფლება მაგრამ მე რო ვარ აი მე წვრთნელი ვარ ხო ვიღაცა გავახარე იმას აქვს უფლება ხა გულშემატკივარი იქნება თუ მამაჩემი თუ არ ვიცი შვილი თუ მეგობარი თუ მედიის წარმომადგენელი იმას აქვს მაგრამ მე ეიფორია დიდხანს არ უნდა გამიგრძელდეს ჩვენ აი წვრთნელები თამაში მოიგეთ პროფესიონალიზმი ხარია ეხა ხო ის დღე მიხარია ის საღამო გაქვს მე უნდა გადავთვალე ხო იცი ერთად რაღაც ჩინელი ფილოსოფოსი იყო მე მგონი ამ დღეებში გადავიყარე და რა თქვა ასამბობს
ეს ხო ამ ცხოვრებაში არის ერთი დღეო რა. ერთ დღეს იბადებიო. ერთ დღეს ყდებიო და ერთი დღე ცხოვრობო რა. ანუ ძალიან ისეთი ნათქვამი არის, ხო ხვდები და ეიფორია. არა, ეგ იყო დიდი ბედნიერება და ჩვენი გუნდი ფსიქოლოგიურად ჩამოიშალა. აი ყველა ეს ეხა ვილისანიოლი ამბობს რომ მე ამას გავაკეთებ და მე მაგრამ ჯერა და მინდა რომ ყველანაირად მოეხა აი რაც რამე შემიძლია რა მაგრამ აზრი ერთი არ არსებობს რა ისეთი თამარი და თავდაჯერებული და კარგი ნაბიჯია რაზე უნდა ვილაპარაკო მე მაგალითად კიდევ ახლა ნაკრების მწვრთნელმა სიტყვაზე ვიძახი ეხლა ამ ეტაპზე ხო ამ ეტაპზე ცოტა უფრო მეტი უნდა დაიხარჯოს ცოტა მეტი უფრო უნდა გაშალოს ეს ლაპარაკი და აუხსნას საზოგადოებას რომ რას აპირებს როგორ აპირებს ხო მეტი სიმართლეა საჭირო ანუ თუნდაც ის ერთი კითხვა ანუ ნახე ყველგან თუ ესე მიუღრმავდებით ხო ჩვენ კრიტიკა იმას კი არ შეგვიძლია მე მაგალითად არ ვეთანხმები რომ ვილი უნდა წავიდეს ხო თუ ის ადამიანი იძახის რომ მე ამას გამოვასწორებ ნახე როგორ ხდება რა აი გუნდის პრეზიდენტიც ყოფილი ვარ დირექტორიც რა ბოლოს და ტრენერი ანუ მსნელიც ყოლია მიხდი ყოველთვის უყურებ ორივე მხრიდან რა ძალიან რთულია რა მსნელმა კარგი გააკეთა ლევანემ ჩემთან 30 თამაში მოიგო და მე ვთქვა რაღაც არასწორი იყოს და დავაი მე ხა უნდა გავუშვა ეს რომ ხალხ შევახოცო რომ აი მე ხო გავუშვი ამითი არ ხდება მე მესმის ფედერაციის ის დამოკიდებულებას და რაღაცა მომენტში ვამართლებ იმიტომ რომ ბიჭო კაცმა შარშან თუ ესეთი მაგარი რაღაცა გამიკეთა ესეთი მაგარი და ერთი წელი მე ფუფუნებაში ვიყავი როგორც გუნდის დირექტორი სიტყვაზე ვიზა ამ ეტაპზე ხა ფედერაციის ის და ევროპაზე გაგვიკეთა და ჩემი ფედერაციის პრეზიდენტობის დროს მოხდა ეს და ამ კაცმა გამიკეთა ჯერ ყველა მინიმუმ ვალდებულები ვართ რომ მარტო ფედერაციამ კი არა ყველა იმ ხალხმა იმ ადამიანს პატივი უწევს აი ეგ თავისთავად ეგ დავამაყრებ რა გეხვეწებით თუ ხომითხარ რომ გაიგო თუ ეხლა მაგაზე ვთანხმდებით ყველამ ჩვენ როგორც რიგითმა გულშემატკივერმა კაცი რო ითხოვს რომ ერთიც მაცადეთ ეს ის კაცია ყველას გავახსენებ კარგად რომელმაც ჩვენ ბედნიერება გვაჩუქა რომელმაც ჩვენ ისტორია დაწერა სურვილი აგვისრულა რა ის ოცნება აგვისრულა ამიტომ კაცი გამოდის და იძახის თუნდაც ამ ბოლო ინტერვიუში რომ მე მაგ იმიზალა რომ შემდეგ შესარჩევზე გამოვასწორო ეს ყველაფერი უნდა შევთანხმდეთ რომ ჩვენ ამ კაცს უნდა მივყვეთ უკან არა შევთანხმდეთ კონტრაქტი უდოს წინ მოდესკი და ვიცით ხო როგორ არის რა მე წველი ვარ და ვიცით მე რაღაცა გავაკეთე გადმოვიყვანე თუნდაც აი ტყიბულის ჩამოვშალოთ რა ის დაბალი რომ არასდროს არ იყო ამ ლიგაში ჩამოვიყვანე მეოთხე ფინალამდე გავედე სიტყვაზე ვიძახ და წელს თქვა სიტყვაზე ერთი ფეხი გადამეტრიალდა და თქვა გასავაზობს ეს ხო იმას არ ნიშნავს რომ მე უნდა მომიშორო იქიდან და გავუშვე იქ ხო ანუ ადამიან ურთიერთობა არის მე ამ კაცს თუ ვენდე და ამან გააკეთე 30 თამაში არ წააგო ხო ბატონო სიტყვაზე გეუბნა ანუ აი შედარებითია იგივეა ისაც იმ კაცმა გაიყვანა ვერავინ ვერ გაიყვანა რაც ამას საბურთალოში გააკეთა ვერცერთმა მწვრთნელმა საბურთალოს ისტორიაში ვერ გააკეთა ანუ ეს ღიათ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ვილაპარაკოთ რა თქმა უნდა ხო თუ მაგაზე ვილაპარაკოთ ხო ანუ მოდი მაგაზე შევთანხმდეთ რომ ვიცით ქართველებმა ძალიან მალე ავიტაცეთ და ძალიან მაგას ცოტა ნებისყოფა უნდა ქონდეს ცოტა უნდა შეგჯერა რომ იგივე მუხტი შეიძლება ნაკრებში იგჯერა თქვენ როგორც წელებს რომ იგივე მუხტი შეიძლება დაბრუნდეს ნაკრებში რა ძალიან მესიამონა ეს იყო რა ვიცი ეხა ჩემი კიდევ იმეორებ იმ დღესაც ვახსენე არ ჭირდება არავის ჩემი ადვოკატო მაგრამ მაგრად მომეწონა და ეს არის ვაშკაცური ნაბიჯი ეს არის მხარდაჭერა ალექსანდრე იაშვილის გამოსვლა ვილიზე რომ ლაპარაკა და ეს არ შემიძლია ეხა იაშკას ძალიან ახლოს ვიცნობ და რომ ნახავ ისედაც ვეთყვი ძალიან აი მე მესია როგორ წუთნოს რომ აი ესეთი მართლა აი რაც იყო რომ სამდე ავიყვანეთ ხო ვილიც და ყველა მხრიდან მედალი დავკიდეთ და იმსახურებდა ეს კაცი და მე რაღაც ერთი ფეხის დაცდენის გამო მოდი ახლა უცბად ეს მოვიცილოთ და ყველაფერი გადაგიქნება ეგ არა უნდა დასხდნენ კიდევ ვიმეორებ ვისაც ევალება ეს საქმე და ძალიან კომპეტენტური ხალხი სხედან იქ სადაც საჭიროა დასხდნენ დაილაპარაკებენ და თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას კარგი გადავიდეთ ახლა კონკრეტიკაზე ჩვენი ნაკრების შემადგენლობა რაზეც ჩვენ გაკვირვით ვილაპარაკეთ აი მომენოდ არის ფურცლები გადავიდეთ, მაგრამ სხვა რა სანამ ამ ნაკრებზე გადავალთ. კაცო, შენ რაც გინდა ის თქვი, ვარონდები ხო? სანამ გადავალთ, ხო? აქედან გამომდინარე, სუსტად მაგას ვიძახი. ყველას აქ თავისი შესაძლებელი ის, ხო? ლევან კობიაშვილი რომ მოვიდა,
ფეხბურთის ფედერაციაში თავის პროგრამა წარადგინა. ხო ესე იყო რა თავის პროგრამა წარადგინა. ამ პროგრამის დიდი ნაწილი იყო ყველაზე მთავარი ეროვნული ნაკრების და ასაკობრივი ნაკრები. ხო, ყველაზე მთავარი ისა. უყურე ადამიანმა და თავისმა სტაფმა გააკეთა ის არჩევანი, რომელიც ვილი სანიორი. მოდი გინა გაგახსენებს. მე თქვი რომ ვილი სანიორი რომ მოლაპარაკება შედგა, ხომ მეორე მწვრთნელი იყო, თავარი მწვრთნელი არსად არ ყოფილა. და ეს სტარი აზრი, ანუ დოქს საიდანაც გინა იქიდან გაუკეთებ ხელის მოსაკს. მე ეს სიტყვებიც მახსოვს, ბევრი დაიწერა მაყურებლის, ექსპერტების ესე რომ ვთქვათ, რომ აი ეს არ იყო სწორი გადაწყვეტა. ამ ადამიანმა ესე იგი გააკეთა ისეთი ნაბიჯი, რომ სარისკო ნაბიჯი. ხო, ყველა ჩვენი ნაბიჯი არის. სანამ დაინიშნებოდა ეხლა და როცა ჩამოდის ეგეთი ადამიანი, ხო ეხლა გამოუცდელობის კუთხით ვამბობ რა. იმ თუნდაც პირობითად ექსპერტი იქნება, კომენტატორი, ჟურნალისტი და ამავდროულად ხო აქვს უფლება რომ ეგ ეფიქრა რომ იცი რა უყურებს ყოლია გამოცდილი მწვრთნელები და ჩამოდის მწვრთნელი რომელსაც დამოუკიდებლად არ უმუშავია და იმის უფლება ხო აქვს რომ იცი რა შეურაცხყოფას არ გულისხმობ ის რომ აი იქნებ უფრო გამოცდილი ჯობდა წინასწარ არავინ არაფერი არ იცოდა მაშინ გინდა გაგახსენებ ჩვენ დროს ხო ბევრად გამოცდილი იყო არა ის უბრალოდ რომ კითხვა დაბადებული ძველ დროს როგორ ხდებოდა ერთ მინისტრს უყვარდა არგენტინა და კუპერი ყავდა, მეორეს გერმანია და სიტყვაზე ვიზა, ჩვენ მე კუპერთანაც ვითარ ტოპ მეორეთანაც ვითამაშე. ანუ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი გაკეთებული აქვს და ყველაფერი მოგებული აქვს, ის შენაირ ნაკრებში ჩამოდის პულის გასაკეთებლად. მე ვიძახი რომ ფეხბურთის ფედერაციას ქონდა ზუსტად კარგად ნაფიქრის, რომ სწორედ რომელსაც ტრამპლინად უნდა რომ შენი ქვეყანა გამოიყენოს, აჩვენოს სოფლიოს, რომ ძალიან კარგი მცველია და თუნდაც ისეთი ნაკრები, რომელიც ვერასდროს ვერ გადიოდა და გაიყვანა და თავისი სახელი ერთიორად აწია, ეხლა გავიგე რომ ერთი შესარჩევი ჩავაგდეთ. სიტყვაზე ვიძახ. პირადად ჩემი გადაწყვეტილება რო იყოს და მე ვწყვეტავდე, როგორც აი მცნელი და წარმომადგენელი ფედერაციის. რა თქმა უნდა ამ ადამიანმა იმდენი დამსახურება აქვს ჩვენს მიმართ რომ მე დაველაპარაკებოდი კიდევ ერთხელ პროგრამას მოვისმენდი რითი შეიძლება რომ უშველო ამ ნაკრებს და თუ მე ჩვენ შევთანხმდებოდი იმ ანალიზში და იმ იმაში რომ ამ ადამიანს კიდევ შეწევს ზალა აუცილებლად პრივილეგიას მივცემდი ამ კაცს იმიტომ რომ ამ კაცმა ჩემი თავიდან გაკეთებული რაბედი გამიმართლა რა. ანდო, მაგაზე ლაპარაკი არა. ვინ უარყოფს? ეგ რასაც ამბობ ფაქტებია, შენ რასაც ამბობ. არავინ უარყოფს. არა, შენ რასაც ამბობ, რომ უფრო კაი და თავიდან იყო. ვინ ახარ შენ, რომ შენ ქონდეს ამბიცია რომ მოიყვანო მილიონიანი მცველებია, 5 მილიონი. ამბიციაზე არ არის, უბრალოდ რომ ეგ კითხვა დაბადებოდა თქო ადამიანს. კითხვა დაბადებულია, არა. კითხვა კი არა, ბეთო მამარდამ გუშინ. არა, გუშინ. მამარდამ დაბო. ანუ უფლება ხომ აქვს. არა, ქვეყანაზე გეუბნები რა. გავიგე, მაგრამ უფლება კითხვის რომ იცი რა ეჭვები ადამიანებს გაშენა. არა, ბიჭო, სხვა რამეს ვამბობ რომ ქონოდა კითხვა ეჭვები იმის რომ მჟელობის რომ ეს კაცი რომ ჩამოდის რომელიც მარტო ასისტენტი იყო მე იმაში მოყვები მშიერი წეგან ლაპარაკობდით მშიერი მწვრთნელი მირჩევნია დასამტკიცებელი გვაქვს ვიდრე პატენსიები ეგ კითხები ხო ისმეოდა პასუხი რომელი იყო ევროპის ჩემპიონატ და პორტუგალის ხო და ვინ უარყო ძო დამტარდა პირიქით კაცო გავლილია გავიარე და ეგ არის თავარი და ეგ მაწუხებს რომ ეხლა სულ აქ წაგებაზე არ არის როგორ წააგებ მე მახსოვს თქვენი ნაკრები უკრაინასთან 3-2 რო წააგეთ და მახსოვს შოტლანდიაში წაგება მაგრამ ის კიდე სხვა წაგებები იყო რა გავდივარ იმასთან რა ქვია ბულგარეთთან ვერავინ დამაჯერებს რომ ის რა ქვია კირილოვი და ის რუსოვი თუ ვიღაცა გვარები გუში ისეთი გოლი შეაგდო ეგეთი ალბათ არ ვიცი სიზმარში არ აქვს ნანახი და პლეისტეიშენში არ აქვს გატანილი რომ ეგეთ თამაშს გეთამაშება გავიგე ის ტრავმა მოყვებოდათ მაგრამ შენ როცა ხარ მწვრთნელი ხო ეგ ევალება რომ გამოაფხიზლო და უშუალოდ შენი მეტოქე ამ შემთხვევაში ბულგარეთის ნაკრები გამოიყენო აგე რო გაირკვა შესაჩევი ხმამაღლა ვთქვი რა სამწუხაროდ ეგრე ვფიქრობდი რომ 6 ქულავს ვფიქრობდი მარტო ამ შესარჩევ ციკლში ბევრი რამიდან გამომდინარე ეს რო ყოფილიყო პირდაპირ ევროპის მერე მიბმული მაგას არ ვიტყოდი იმიტომ რომ ეხლა ევროპაზე რას ფიქრობდი ძმობას გაფიცებ გუწმენად მითხარ ევროპაზე ჯგუფი რო გაიგე შენთან მაქვს ნათქვამი რა კიდე ვიტყვი რა ჯგუფიდან გავალთო ბიჭო რა ჯგუფიდან გასვლა მაგრამ მაგართა შენი ვარაუდები მან რას ფიქრობდი რას არ ფიქრობდი რა შუაშია ჩემი ვარაუდები ევროპაზე რას ფიქრობდი გაფიცებ ყველა ევროპაზე გეუბნებოდი დასაკარგი არაფერი აქვს მეთქი და მაგარ თამაშში თამაშობ რას ფიქრობდი ბიჭო ჯგუფიდან შენ ფიქრობდი ჯგუფიდან რო გამოვიდა არა მე არ ვამბობ მე რო ფიქრობდი
მეც არ ვფიქრობ, მე ვამბობდი რომ იქ ბევრად თავისუფლად ითამაშებენ, დასაკარგი არაფერი აქვს და ყველა მიცოდა შეჩერება. გამოდიოდა. პორტუგალიისტი რას ამბობდის მობას გაბა? მე შინოდა და ვამბობდი რომ ვერ მოვიგებთ. რა არის დასაკარგი? რა ვიდა სხვაგან მიყავს, თო ვაფშე ეგ რა შუაში. ჯგუფს თემას ეგ რა შუაში. ჯგუფს რო შევხედე, შუაში ჩამქრალი. მოდი რა, ერთი წამი. აი ევროპის ჩემპიონატი რო დასრულდა, ის ჟინი, ის მონდომება რაც ქონდა ამ ნაკრებს, აი ეგ რო ყოფილიყო ეხლა აი შესაჩევი მიღმული, აი მაშინ ვიტყოდი რომ თბილისში ვისი ბრალია? კესმოიას კითხვას დაგისვა. მაშინ თბილისში ვიტყოდი რომ თურქეთს უნდა მოვა. ვისი ბრალია? ბიჭო, ჩააკურა და ეს ბალოცვილი. ჩემპიონატი რო დასრულდა, ხო მაგის მერე იყო ჩეხეთის თამაში. მე ალბანეთი და ჩააკურა და მაგით რომ ჩააკურა. ვისი ბრალია? ვისი ბრალია? ვისი ბრალია და შიგნით არის ეთყობა რაღაც, იმიტომ რომ არ არის ეს გუნდური, სამწუხაროდ არ არის. არა, შეიძლება ხო ვისი ბრალია? არ ჩანს. არ ჩანს. გუნდურობა აღარ არის. ის აქ მარკო სანიოლის ბრალი არ არის. მეგო მივირთვათ ეხა კომაგით ცოტა. არ მიპასუხე ლა თუ არ არის? კი არის. გუნდურობა აღარ რა არის. თქმა უნდა, მაგას გიტარ დაიწყესო. მაგას არ ვიძახი რომ ეს ეხლა მარტო წინა გადაცემაში ერთად რო ვიყავთ, ხო თქვი რომ ეგ სანიოლის ბრალი არ არის. მარტო სანიოლის ბრალი არ არის. კი ბატონო, ეს არის საერთო ანალიზი გასაკეთებელად. ოღონდ ჩვენი გასაცემი კითხვაც არ არის ეგ. არა, უბრალოდ თქვენ როგორც სპეციალისტები მაინტერესებს რა. არა, გეთანხმები. ანუ შიგნით გასარკვევი თემაა და შიგნით ერთად უნდა დაჟდნენ და დაელაპარაკონ. რა შეუძლია და რა არ შეუძლია. მაგრამ იმაზე პასუხი რომ შენ რო თქვი რომ იმ ქვეჯგუფს რო გადახედავდი, მე ვთვლიდი რომ მაგალითად პირიქით შეიძლება შევცვლი სხვა რაღაცაში, სხვა რაღაც, მაგრამ გასვლის იმედი იცი რატო მქონდა რომ შეიძლება ჩეხეთს მოუგო და სამი ქულა გვეყოს იმით რომ საუკეთესო მესამე ადგილოსნები რო გადიოდნენ, იქ გავძრეთ. ხო, ანუ თორე ხლა პორტუგალიას რო ვინმე მოუგო და ვინმე ვინაცვალე მადლობა ამისთვის, მაგრამ ბიჭო, ამას რო ამბობ რომ სანიოლმა თქვა ამოწურვა გონიათ ლანძღვა. კლოპმა თქვა თავის დროზე რომ ამოუწურე წავედი ლივერპულთან. რა მოხდა? რა თქმა უნდა, შენი გენიალურად მეორე თემა დობის ფაქტორი არის. რეხაგელი 5 წელი იყო საბერნეთში, ყველა თამაშს 5 თნოს აგებდნენ, ბიჭო. კი, სადამ დაიწყებოდა ის ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ვიღაც ხარისტიასები და იმეებით, ბიჭო. აი ესე არ შეიძლება გამოუშვეს გუნდიდან, ის გამოუშვეს გუნდიდან. ძნელს უნდა ენდო ძმაო რომ მოყავს ენ ერთჯერად ის კი არ არის ხელსახოცი დო არგენტინის ნაკრებმა მე სანიოლისკენ არა ამ შემთხვევაში რა 2022 წლიდან არ არის რომელი წლიდან არის რამდენი შესარჩევი არის მე ბიჭო ევროპაზე პლეი-ოფში აგიყვანა მეთქი დავიგე მაგრამ იმის მერე ევროპის ჩემპიონობა გიდო და ეხლა ბიჭო ევროპის ჩემპიონობა საერთოდ არ მიდო და ჯგუფიდან გასვლასაც ავიეცნებებთ ვისი ბრალი ხო და უბრალოდ მე რა კითხვა აი რა დაიძ იმას კი არა წაგებაზეც არ არის უბრალოდ არის უზედა რატო ლადოს თქვის არ იყოს თო ისეთ გუნდებში თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები და არ მოგუფლება რომ მოვითხოვრო ელემენტარულად ბულგარეთში რო არ უნდა წავაგო რა თქმა უნდა მენიუა აი საბიჭო არა ეგ არ მოატრიალო თხოვეს ბიჭო არ მოატრიალო შენ წამოიღე არა მომცადა უწერია დილით უნდა ჯამბო მანი ფაფა რაღაც დიეტაზია ეს ეხა გამოიწერეთ ამასობაში ნაკრების შემადგენლობას არსებულიდან გამომდინარე თქვენი აზრით არსებულიდან გამომდინარე მე შეიძლება დავწერო ჩემი მე როგორ ვხედავ არა შემიძლია რა პრობლემაა მაგას ეხა ვირა სიტყვის მე მგონია რომ არა მოდი თქვით რა მაშინ ხო რა ზეპირებს როგორ გახსნა განმარტებების გარეშე რა აი თქვენ ხართ მწვრთნელი და რა ფორმაციით ითამაშებდით დაიწყე ლადო შენ ეროვნულ ნაკრებში ზოგადად ეხლა მაშინ იცი რა ვთქვა იმაში რო არის PlayStation-ს რო თამაშობ, ხო იცი და ორი გუნდი ერთმანეთს რო ეთამაშებდა, ორივე კარგად რო თამაშობდა და ყველა 100-ზე დააყენეო რა. შემეხია დაიწყო. და თქვი, და ყველა 100-ზე დააყენეო რა. მაშინ ყველა ფორმაში უნდა იყოს ეგრო. კარგად თამაშობ. აი მე აი იქითა ეს ნახე იქითა წასიძახი ეხა ვინც იყო გამოძახილი აი მაგას ვიძახი არა მე გეკითხები არა გაჩ ერთსამი გეკითხები გუშინ ვინც იყო იმაში არ გიდა არა ამას მოვიდა კითხვა 2026 წელი მარტიდან ხო იწყებს საქართველოს ნაკრები აი მანდ რა შემადგენლობას რა ვიცი ვიქნებ ვიღაც ამთავრებს ხო მე ბიჭო ხო და რომ ამთავრებს აი ამ ფორმაციის მოდი აი რაც სანიოლი მოვიდა რაც სანიოლი არა მოიცა აი რაც სანიოლი ხო რაც სანიოლი მოვიდა აი ამ მეკარე სათუნა მაგას თუ მეკარე ნოდარ სიმსივე არა რაცადი აი ვიტყვი თუ გინა რა თუნა აი თქვი მიდი აი მამარდაშვილი უკანასკნელი მამარდაშვილი მეკარე მამარდა მეკარე სამი ცენტრალური კაშია თვალი და გველესიანი სამი ცენტრალური ხო სამი ცენტრალური თქვი ვიტყვი თუ გინა რატო აქეთ მიდან მიდი იმიტომ რომ სამივე გამოცდილია ზონებიდან გამომდინარე ნაკლები იქნება ცისტრაფეზე გადასვლა სამივე ჭკვიანი ფეხბურთელია და თავის სისხარტეს და სისტრაფეს უფრო ჭკვით და გამომდინარე ზონებს სწორედ შეავსებენ
ფლანგზე მაინც კიდევ რაც არ უნდა ვთქვა, კაკაბაძეს უფრო შეუძლია ის პროდუქტულობა წინდა უკან კიდევ ვიდრე სხვა. კი, ყავს პერსპექტიული ბიჭები, მაგრამ ჯერჯერობით მაინც გონია რომ კაკაბაძე. მაგრამ ფლანგს იგივე ჩავაბარებდი, უფრო კრეატიული აზაროვია გონია რომ ჩავიდეს ჩამოვიდეს ჩემი გადმოსახედა. აქ ორ საყდენებს გავაკეთებდი, დავაყენებდი კიტეიშვილი აუცილებლად. ჩაკვე? კიტეიშვილი და ის ქოჩორა აუცილებლად. ამათ წინ შეიძლება რომ როგორც თამაშობდით, გვერდზე დავუყენო ჩაკვე რომ ბურთი წამოიღოს, ან ოდნავ მარცხნიდან სამში, ოდნავ მარცხნიდან იქნებოდა კვარა, ოდნავ მარჯვნიდან იქნებოდა ჩაკვე და წინ იქნებოდა მიხაუტაძე. შესაბამისად ვიტყვი რატო ეს კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ინსაიდებში შეწეული, უკან დაწეული ბურთს კარგად ფლობენ და უკრიდანაც შეუძლიათ სისტრაფეზე წაიღონ, როგორც წინაც მიიღონ, მიხაუტაძე სამივე არის სწრაფი ფეხბურთელი და როცა ამ ტაქტიკას თამაშობ, ორივე ფლანგი აზაროვს და კაკაბაძეს წინ და უკან უნდა შეეძლოს ბურთის წაღებას და უკან ზონების ჩაკეტვას, ეს სამი ადამიანი, რომელიც ბურთს შეინარჩუნებს და შეტევაში გადავა. ანუ შენ თქვი რომ იმ ციკლში ეს შემადგენლობას დააყენებ. ეხლა შეიძლება გოგლიჩიძე საზონოვი იყო ყველა ამოვარდნილი აქვს. მან შეიძლება უკვე ამ ხანაგურებზე მიცე რომ ჩაანაცვლო და შეიყვანო თუნდაც ეხლა მოსამზადებელი ეტაპი რომ ამ სამცველში კაშიას და ამათ მაგივრად შემდეგ ისეთ თამაშები გამოვიყენოთ ამ ხანაგურს რომ ესენიც შეხედო როგორ იქნება. სამცველში ერთი შეიძლება რომ ერთი შუაში გამოცდის და აქედან იქიდან გოგლიჩიძე ახალგაზრდა სტრაფები გოგლიჩიძე კაშიასთან ერთად რა ესე. ეხლა ეგეთი შემადგენლობა რო იყოს, მე დარწმუნდა ეხლა ესპანეთი მაინც მოგიგებს, მაგრამ მაგდენი სივრცეები ბიჭო, ეგეთი რამე მე პირველად ნახე რომ ამდენჯერ კაცი მეკარესთან მოტრიალდებოდა მარტო იდგა რა, ისეთ პასებს აცურებდნენ შუა. ძალიან ბევრი სივრცე იყო დარჩენილი. აი ელემენტარს გეტყვი. აი გუშინ ვიყავით U21-ის თამაში. თამაში. ხო, ანუ სვანას რა U21 ყავდა ის ბიჭები რო გადოდნენ, იმიტომ კერძო ხო ესე არა. ანუ ზუსტად ის გვაკლდა რომ ჩვენი საყრდენები და პირდაპირ ვიტყვი რა საწყენი არ არის. ჩვენი საყრდენები და ჩვენი ნახევარდამცველები რომლებმაც ბურთი უნდა მიიტანონ თავდასხმელებამდე სიტყვაზე. ვინც ბურთი თუნდაც რომ ამოიწიოს და ისე აღებულ ბურთზე ისე უკან ცველებზე მიდიოდა პასი. ანუ საიდან უნდა დავიწყოთ თამაში? ვინ უნდა გახსნას? აქედან, იმან რა ქვია, კიტებდა, ვისი ბრალია? შენ დაუბრუნე შენც ვისი ფეხბურთელები. აი აქ არის ერთი კითხვა. ფეხბურთელება უფრო მეტი უნდა მოინდომო პირდაპირ. მაგას ვამბობ. ეს თავისი აზრი და შენ თუ ვარჯიშზე ამოდიხარ, თუ იმაზე ამოდიხარ, იმ პრესინგი და სიტყვაზე ვიძახი, ხო? ანუ ნახევარდამცველი რა, ყვარა ყავს მაგარი. მიხაუტაძე ყავს მაგარი. თუ ჩვენ რა კომპლექს რას ავეჯახთ? ნახევარდაცვიდან ბურთი ვერ დავიჭირეთ და ვერ მივიდა შესაბამისად შეტევამდე ბურთი. რა უნდა გავაკეთოს? მიდი, კორა, შენც გავიკეთე, მე გავაგზავნე. მე მაგალითად ბევრჯერ ვილაპარაკია ჩვენ ამ თემაზე და გადაცემაში და ისედაც გადაცემის გარეთ და თქვით რომ საქართველოს ნაკრებს მოუტანა წარმატება ხუთწელიან სისტემამ. ანუ რაც მოვიგეთ ხო, რაც მოვიგეთ და ნუ კარგისგან საუკეთესო ნუვეცებ და ნუ დავტოვოთ მოდი ესე. მაგრამ ნუ ეხა რადგან მომავალში ყოვლის გუნდია მე მაგალითად მე ვემხრობი 4 მცველს რა 4 მცველიან სისტემას კი 4-3-3 ნუ როგორც გინდა იქ მე 10-იანი 4-2-3 ხო მარცხნიდან დაიწყე მცველი თქორგან თავისი ვერსია თქვას ველოდები ხო ნუ მამარდა მარჯვნივ არჩევანს გავაკეთებდი ალბათ გოჩოლა კაკაბაძე შუაში ნუ კიდევ ვიმეორებ რადგანაც 26 წელზეა, ნუ ალბათ ისევ ლოჩოშვილს და ნუ კარიქ საზონოვიჩე ლოჩოშვილს და იმას გოგლიჩიძეს საბა ხო? აი მარცხნივ ცოტა ისეთი ნუ დვალით შეიძლება აზაროვი უფრო შემტევი ესე რომ ვთქვათ რა, რომ შემტევი ფეხბურთი უფრო რო ვითამაშოთ, ალბათ უფრო აზაროვი. კი ბატონო. მარცხნივ ყვარა, ნუ შუაში ლადომრას თქვა ვეთანხმები. ქოჩორა კი ბატონო აი მარჯვნივ შეიძლება რა მაგალითად ვარირება გააკეთო კაკაბაძე და გოჩოლა წინ ვინგერად ან კიდევ ვიმეორებ ჭაკვე 10 ნომერზე უპირობოთ ნუ წინ ალბათ მიხაუტაძე ნუ ალბათ არა გამომდინარე იქიდანო თუ ჯამთელი და ეხა რადგანაც ნუ მარჯვნივ ეხა დავრჩა ნუ ალბათ დღევანდელი გადმოსახი და მე მაინც დავითაშვი ზურიკოს ხო რა იმიტომ რომ აი ეხა უყურე აი ეხა ორივე ხო თქვით აი გეკითხებით ეხა რა გოლებს კონკურენცია გვაქვს
რაში? გოლებში ფეხბურთელების რაოდენობა ყავსო. თუ ყველა ჯამთელად იქნება, ნახე არა, დიდი კონკურენცია ხო უნდა ქონდეს, ნაკრებია. არა გვაქვს კონკურენცია, არა ყავს ფეხბურთელები, შეეგუეთ ამას ხალხო. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გამოვადნოთ, რაც გამოვადნეთ ევროპაზე. ჩვენ არ ყავს ფეხბურთელები, მაგრამ რაღაცა ისმო. იმიტომ აინტერესებდა ბოლომდე გისმენდით რა. აი ამ კითხვას გისურვებთ. რა რესურსი გვაქვს რომ კონკურენცია შექმნათ ეხლა ჩვენ ნაკრებში? ეხლა ბევრი დაიწყებს რომ იმიდან ამოწია ის, იქ ვიღაც ეს ვარაუდებით არ გვინდა. ეხლა ბერიაშვილი გამოიძახა ეგ რა, ანუ ყურადღებით ცენტრში ყავს ხო ეს ბიჭი და ერთ რაღაცას ვიტყვი რა, ერთ რაღაცას ვიტყვი, მოდი ძალიან გთხოვთ, აი რომ ყველამ გავიგოთ რა. წვრთნელის გადმოსახედიდან ეს რო იციან რომ აი მიდი რა 19 წლის ბიჭები 1000 ამოწიე ხო ეგრე სად არის ძმაო ის ხო შენ ნაკრებისთვის გეძახიან და გეუბნებიან 1x გაძლევ გაიგე კლუბი ხო არ არის U17-ში და U19-ში შეიძლება იქ როგორც ბელგია როგორც ბევრ კარგ ნაკრებს აქ რომ ცნეს ეუნებიან რომ შენ შედეგზე არ ხარ პასუხისგებელი ითამაშე მაგათა ფეხბურთელები გამიზარდე რომ ეროვნულ ნაკრებს მიაწოდო აბსოლუტურად ეროვნულ ნაკრებში რო გეძახიან თავარწმუნ და გეუბნებიან და აქ ვიღაცა გამოდა ბიჭო იმ ახალგაზრდას თავარი ნაკრები ქვეყნის არ არის ექსპერიმენტის ადგილი ძმაო არ არის საბოლოო პასუხისგებელი ვინ არის თავარი მცველი რა თქმა უნდა მეტი არა თავარი მცველი ანუ ეგ არ არის ისე რომ შენ რომ მე მეუბნები 4 წელს გაძლევ მე შედროს 4 წელს გაძლევ მე შედროს და 4 წელი ხო მე უკვე შემიძლია მაგრამ ჩვენ ხალხამდე უნდა მივიტანოთ ის ამბავი რომ მომისმინეთ ეს ადამიანი მე გამიშნე 4 წელი არაფერს არ შედეგს აქვს ხო ეს 3 წელი მე ამისთვის მინდა რომ ამ კაი ადამიანმა ის ახალგაზრდები შეაჩვიოს იმ ეროვნულ ნაკრებს და დააყენოს გუნდი. მაშინ ყველა ერთად თუ რა შევკახეთ, აღარ უნდა ვიხჩხუბოთ. ნახე, ზუსტად ეგ ლაპარაკი მიდის ეხლა გამოვიდავილი და სხვა რომ მე ეს თაობასაც სხვა მიდის ნაკრებში, ასე თუ ისე დაცვის ხაზში მით უმეტეს და მე მჭირდება დრო, თუ იქ სისტემა შევცვალე და მე მჭირდება დრო. მე მჯერა ამ სისტემის მჯერა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების უბრალოდ მჭირდება დრო, მაგრამ დრო არა უშავს მამაცები ბოლო დაიღალა რა ხა გეხართ ან მომკარ თუ გინდა ოთარ არ გითქვი ოთარიჩკი ოთარიჩო რა იყოსო გაბან მოდი ეხა ეს გრუზოვიკი თემა დავიწყო და გადავიდეთ კითხვებზე ნოდარ იმიტომ რომ ეროვნულ ჩემპიონატზე ეს გრუზოვიკი იქნება ხო როდა შენ ხა მომისმენ მეტი ოთარ როდა და დამიწყე რაღაცა მე კარმა დაგიტრიალ და რა დაგიძახა რაღაცა რა შოთაო არა აშოზე შოთაო შოთა საკი მოგერეთ უყურეთ ეხლა ვანიკო ქავთარაძე რაში ხედავენ ეროვნული ლიგის პრობლემებს ესეთი კითხვა რაში ხედავთ ეროვნული ლიგის პრობლემებს დაიწყეთ ეროვნული მარტივი კითხვა ნამდვილად არ არის მადლობა მაგრამ საინტერესო გლობალური კიდე საინტერესო კითხვაა ძალიან რა ჩემი აზრი რაც არის რა მე ბევრჯერ მithქვია რა რომ ნახეთ საქართველოს ეროვნულ ლიგაში ძალიან ბევრი დაძაბული თამაში აი დაძაბულობა და ხარისხი უნდა გავმიჯნოთ აი რაც ხარისხი არ გვაქვს მაგრამ დაძაბულობა არის ეხლა მოდი აი პარალელს გავავლებ რა აი ხალხი რატო არ დადის კიდე ხო აი ხარისხი გვაკლია ეხლა მოდი ეხა თამი და კვერცხის ამბავია რა ეხლა ნახე როგორ რაღაცა დაუმლეთ მე ეხლა მოდი ესეთ რაღაცაზე ვიმსჯელოთ რა მაგალითად ჰოლანდიის ჩემპიონატი ან ბელგიის და თამაშობს აი ბოლო ადგილზე ვიწყდებია ხო ეხლა რო ჩავტო ტელევიზორი გადავთავ რა ვერ უყურებ არ უყურებ კი ბატონო ხალხი არის გატენილი არა რა ძალიან არის გატანილი პატარა ქალაქებში სულ არის პატარა ქალაქებში სულ არის სულ 5 თუ 10000 პატარა ქალაქებში ანუ ხალხის უხალხობა არ იგრძნობა რატო დადის აზახეთის ჩემპიონატი მე მუშაობდი და პირდაპირ მაგაზეც არის კითხვა დაგისვა არ მივდივარ სადღაც მე არ ტოპ ჩემპიონატებზეც ხო თამაშობდა აქტობე მე-5 ტური იყო ჩვეულებრივ მე მან მუშაობდი მაგდროს თამაშობდა აქტობე კაირატი კაირატი ოღონდ სანამ ჯგუფში შევიდოდი ხო მანამდე 2 წლის წინა ამბავს გეუბნები 47000 კაცი იყო თამაშზე ხა მე კიდე ვიმეორებ ხარისხი არ არის ჩვენზე დიდი დამიჯერეთ მაგრამ რატო დადის ხალხი მაშინ
შეხედი როგორ არის ჯგუფურეთებზე გადავიდო. არა, ნახედი მე ხავ, ეგრე მთლიანობაში ამბობ შენ. მოლდავეთი არის ჩვენზე მაგალითად. ჩვენ რატო ვერ ვაკეთებთ მაშინ ერთ გუნდს რომელიც გავა რა. ეგ უკვე ძალიან ძალიან ლოგიკური კითხვაა. გავიგო. ჩაერთო ლევანი გავიგო. შეაწყვეტინე რagazzi ცოტა ისქენი რა, გადაუხვი, იმიტომ რომ მოყვება ეგ კითხვა და ბევრმა დამისვა ხალხი რატო არ დადის ხალხი. ანუ ნახეთ დაძაბულობა გვაქვს და სხვათა შორის ისეთი თამაშებიც ყოფილა რომ ხალხი რო ყოფილიყო ბევრად უფრო აი კარგი საყურებელი თამაშები იქნებოდა რა ყოფილა მე თვითონ ჩემი ბიჭო ეგრეა ეს ბათუმის სტადიონზე ვის უნდა ლევან ბათუმში ორი ადამიანი მიყურებს რატო დავიწყე ინფრასტრუქტურით მე ყველა ლაპარაკს ვიწყებ საქართველოს ჩემპიონატში რა არის პრობლემა პირველი არის ინფრასტრუქტურა ეხლა რატო გეტყვით ნახე აი ბაზა მაგალითად ხო? იქ ბაზაზე ხა მე ვიმუშავე ლოკომოტივში და ძალიან დიდი ფუფუნება იყო ბაზა რომ მქონდა. ანუ ნახე ფეხბურთელების განვითარებისთვის და აი იმ კიდევ მე რომ ბევრჯერ გვითქვია ეს ჩვენ. ნახე ფეხბურთელი გაიზარდა, ანუ მომწიფთა საქართველოს ჩემპიონატისთვის და შეგვიძლია რომ დავტოვოთ, მაგრამ არა მიდის და მე შევსება აღარ მოდის. ნახე იმას ვერ დაიჭერ, ის უნდა გაუშვა ადრე თუ გვიან, მაგრამ იცი რა არის? მოდი რა, ერთი სეზონი, ორი სეზონი ის უკვე რო თითქოს მომწიფა და წასასვლელად. მოდი იყოს და მე ევრო ტურნირებზე შედეგი გვექნება და ისე დროს გაუშვათ რომ ეს შევსება მოვიდეს და ზუსტად ეგ გაზდის ეროვნული ლიგის ანუ მიდიან ფეხბურთელები და ეროვნული ლიგიდან ანუ ყაზახეთში ინარჩუნებდნენ. აი მე ერთამ თქვი. გაიგო. ერთ წამში კი არა, ერთი წამით. აი რატო კითხვა როგორ იყო? რა შეხედავენ ეროვნული ლიგის პრობლემას? ეროვნული ლიგის პრობლემას ხედავ იმაში, რომ ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში იბადებიან, ესე ვთქვა და თავს იჩენენ, ზუსტად ერთ წელიწადში ან 6 თვეში მიდიან უცხოეთში და პრეზიდენტი გუნდის მესვეურები მიდიან. კიდევ ერთხელ ვიზახებ, თუ გაინტერესებთ დღეს, თუ ჩვენ ვის და რას აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი დღეს, რომ რაც ჩვენ გვინდა იგივე ლარც ლევანი თქვა, რომ ალმატაში გავიდა, კაირაკი შევიდა იმაზე ლიგაზე არის. ერთადერთი გუნდში დღეს ვხედავ მე სამომავლო პერსპექტივაში თუ მისი კლუბის მესვეური გააგზელებს ისე მოქცევას როგორც ხდება, ბევრი რაღაცა შეიძლება უაზრო რაღაცებს კრიტიკები ისმის, მაგრამ მე მგონია რომ დღეს ყველაფერს ხვიტავს ფული, მოდი ესე ვთქვა. იმიტომ ვერ ინარჩუნებს. რო ხარ კლუბის პრეზიდენტი. ლევანმა პირიქით აი მე ხელ გეტყვი რატო ვიძახი? ყველაფერს ხვიტავს, აი უყურე, აი მაგალითად დინამოს ხარებაშვილი. ხო? ხარებაშვილი. დინამოს ხარებაშვილი. თუ დინამოს ხარებაშვილს 1-3-4 ფეხბურთელზე კიდე მეც ვინც ეგეთი ბევრია დინამოში. შევინარჩუნებთ 3-4 წელი და ამ ფეხბურთელებს არ გავასხმევთ. და მოიცა უნდა კლუბს რა შეინარჩუნოს, მე ეგ არის. აი კითხვა ნახერას მაშინ კიდე ვასახელებ რომ დღეს კერესელიძეს, ქუთაისის ტორპედოს აქვს ერთადერთ გუნდს იმისი საშუალება 2-3 წლის განმავლობაში თუ შეინარჩუნოს და გაფილტრავს კიდე ვიღაცებს რა აი ლეგიონერების იმის საშუალებაც აქვს რომ კარგი ლეგიონერი ჩამოიყვანოს და კარგი პული მიწეს იმის საშუალებაც აქვს რომ გუშინ ახალგაზრდაში რა გვარია ის ბავშვი მარცხენა ჰა ბასილაძე აი არაჩვეულები აი ესეთი თუნდაც საქართველოს ჩემპიონატიდან თუნდაც საქართველოს იყიდოს ხო იყიდა მამუჩაშვილი ხო ჩამოიყვანა იყიდა იგივე ხარებავა ეგეთი ბიჭები და კიდევ ერთხელ ვიდეთ ერთადერთი კლუბია რომელსაც სტაბილურობას თუ შეინარჩუნებს და სწორი მენეჯმენტით მივა იქამდე ქუთაისის ტორპედო დარწმუნებული ვარ მე ვხედავ იმას რომ შეუძლია თუ ვინმე სადმე უახლოეს დროს შეიძლება რომ მოხდეს ეს დღევანდელი გადასახედან არის ქუთაისის ტორპედო აი მაგალითები ხო გაქვს ბათუმის დინამოს პრობლემებია არ არის რა წარმატების ესე მგონია რა დიდი ფულიც არ არის ყველაფერი რა ანუ წარმატების ფორმულა არის სადღაც იქ ფინანსებში არა ფინანსების მართვაში სწორ მართვაში ეს უფრო მგონია რა რომ იმიტომ რომ ეხა ხო თუ დიდი ფული გაქვს და ვერ გავხსნი აგერ რა კონფერენციის ლიგის ჯგუფს და გუნდებს აგიკითხავ რა ეხა მე ლევანისაც აი იგივე შემილა არ მილაპარაკია მაგ თემაზე მაგრამ აი მოდი ეხა ვთქვათ რომ ზურა ბერიძე რა მართლა კარგი ფული დახარჯა რა იმის რა 5 წელი თუ უფრო მეტი არა ბათუმის დინამო იყო აი ტოპში საუკეთესო ფულში რომელშიც იყო აჩიკო ბერიძე გააკეთა იქ მართლა გესასწაული აჩიკოს მოკითხა არა სიტყვაზე ვიზა უყურე 5 წელი გუნდს ხონდა ყველაფერი რა აბსოლუტურად რა აჩიკოს რა მეცოდება მართლა 5 წლის განმავლობაში
5 წლის განმავლობაში ეგ გუნდი მინიმუმ უნდა შესულიყო ყველა კონფერენციის ლიგაზე. ხო, და ახლოს იყო. შეიძლება კონდეს დიდი ფული, სტაბილურობა. ხო, და სწორი სტაბილურობა არ არის, მე მიბნული იმასთან, რომ სწორად მართოთ ანხა. თანხები? სწორად განაწილე. აუცილებლად. აბა, ნახე, ორი ის მოგიხევი. ნოდა. აი, მე რებსაგეთებს. ჩვენ ხო აქ ლაპარაკობთ, ანუ ეროვნული კითხვა ხო იყო ეროვნული ლიგა როგორ ხო. ანუ კარგია რომ სხვადასხვა აზრები გვაქვს რა, ანუ ჭეშმარიტებაში ყოველთვის გვექნება ხო და ეგ არის ზუსტად მანდიბადება, მე ეს ჭეშმარიტება ბოლოს ერთიანობაში. ლადო, კითხვა არის, შეთან უნდა დაგისვა. ნიკა ჩუბინიძე, კითხვა ლადო ბურდულს. პირადი რა ეხა, თქვენი გულშემატკივარია სავარაუდოდ გუნდის. კითხვა ლადო ბურდულს, გთხოვ დაუსვით, მაგრად მაინტერესებსო. უნდა დაგისვა. ახალგაზრდა ჯანიან მორბენალ ბიჭებს, აი ეს თემა ისე რატომ არასოდეს არადლევს ერთ წუთსაც კი რო ითამაშოს, მაშინ როცა მაგალითად დინამო 2-თან იგებ 4-0-ო. შობელი იქნება ეს. ახალგაზრდა ჯანიან ბიჭებსო? შენ გუნდში ეთყობა ყავს ეგეთები? ვიცი, ყავს ეგეთები. აბა მებერიღნელები ყავს? როგორ ხა ცოტა რთული თემაა. ბიჭო, ისეთი კითხვა ეხა რავი, პირადი. არა, შეიძლება, მისაღებია, აუცილებლად რა. ყველა კითხვა უნდა დავსვათ. კარგი კითხვა, ეხა დინამო 2-ს როცა 4-0 მოვიგეს, ხო პირველი წე ანუ შარპრო იქით რა პირველი ის ახლა შესაბამისად ვერ ვიხსენებ ზუსტად იქ მიიმეჯდა სკამზე ვინ არ შეუძლია ახალგაზრდა ჯანიანი მესმის ხო მაგრამ ეხლა გონია რომ მივეცი ვიღაცებს საშუალება რომ მე შეხდე ახალგაზრდა ჯანიანი და ვის ამოგიდო უფრო მეტი დრო ვისაც არ ხონათ თამაშის რა თქმა უნდა 3-0-ზე შევუშვი 1-2 ეგეთი ადამიანი მაგრამ ეხლა აი რომ დაეკონკრეტები რა გვარები ჯობდა რა ნახე მაშინ პასუხი ეცე როგორ იქნება რა შეიძლება ახალგაზრდა ჯანიან ბიჭ არ უნდა ჭირდებოდეს ის და უფრო უნდა უადვილდებოდეს 37 წლის ფეხბურთელი ამოაგდოს ახალგაზრდა დარგიშებზე მეტი უფრო უნდა დაიხარჯოს რომ სნეს კონდეს იმისი განცდა რომ იქ რაღაცას არ გააფუჭებს. ანუ მეტი არაფერი არ არის. ეხლა, მოდი სწორედ ავიღოთ 37 და 38 წლის ფეხბურთელი სიტყვაზე ვიზახე ხა. იმიტომ კი ვიზახე, რომ ყავს ფეხბურთელი და ძალიან დიდ პატივს. ძალიან დღეს ლევან ქურდაძე არის ეხლა ჩემთან ფეხბურთელი, რომელიც ჩემთვის შეუცვლელია. და ჩემთვის ისეთ შეუცვლელი კი არა, უკვე უმაღლესი ლიგის ფეხბურთელები ისევ ხო ეს რო აი მე მგონი შეცდომა დაუშვით რომ გამოუშვით რა. ეგ რო ანუ მაგაზე რომ უარი ვთქვით, იმიტომ რომ დღეს საქართველოს ჩემპიონატში ისეთ რაღაცას წარმოადგენს. უგრეხელიძე რომელიც ან ორი ცენტრალური მცველი ვყავს თქვათ არ ვიტყვი ახალგაზრდა ან უფროსები რომელსაც ყველაზე ნაკლები გოლი მაგ გაშორე ხო მაგათ ხარჯზე მაგ მე რასაც ვაღწევ ანუ იმიტომ კი არ ვიძახი რომ ეს არის ეხა ყველა თითო ლევანის რო ვკითხო რომ შენ აი თვითონაც ახლა მცდელობას ეხა ბავშვები აიყვანა ხო უკვე ეს პერიოდში რო ვკითხო რომ შენ ასე ყველა თანხმდებით რომ რა თქმა უნდა ახალგაზრდები უფრო გურჩევნია ყველას მაგრამ იმ ახალგაზრდამ წვრთნელს უნდა მიცეს იმის საბაბი რომ მე მოიგოს რა პოზიციაზე ადგილი მოიგოს მე რომ იქ იმ პოზიციაზე დავაყენებ რატო 4-0-ზე რატო 0-0-ზე არა იმ ახალგაზრდამ რატო იმდენი არ უნდა იშრებოს პრაქტიკა რომ მიიღოსო ვითომ რა მაგას გეუბნება რა ვიცი აი მოგეთ ბატონო ლევან ეს იყო ის არა ბატონო ვინ იყო ნიკა ეს იყო პასუხი ეხლა ლევან კორგალიდესთან არის კითხვა გამარჯობა ლევან რატომ ლაშა ქიმერიძე რატომ დაიმატეთ ევრო ტურნირამდე 2 კვირით ადრე ლეგიონერები როცა მანამდე უკვე ბევრმა ლიდერმა დატოვა გუნდი ამასთან ლოგიკურად გადადის თქვა კითხვა ზაზა კაპანაძის რომელიც ჩამოთვლილი ყავს ის ფეხბურთელები რომელსაც გუნდი დატოვეს ხო ცოტნე კაპანაძე ორივე ტაბატაძე იურა და გიორგი იუა გელაშვილი ძმები მამაგეიშვილები შოთა ნონიკაშვილი გიორგი კოხრეიძე ალექსანდრე ნარიმაინძე მამაგეიშვილი ერთი მამაგეიშვილი არის შეიკრეს სილა ხო იური ხო იყო იური და გიორგი ტაბატაძე იყვნენ მალმესთან ითამაშეს არ ვიცი ეს კითხვას გისვათ ლევადიასთანაც იყო რა ამბავი ამდენ ფეხბურთელის გაშვება და ეს ამოგენ ეს იცით ეხა რაზეც არის კითხვა და გავცეთ მაგაზე პასუხი ბატონო ეხა ეგ მე ბევრჯერ ავახსენე და გამოვედი და ავხსენი და ლოგიკური მიზეზი ქონდა პრინციპში რო ავიღოთ კი რა თქმა უნდა როცა ჩემპიონი ხდები რთულია მოთხოვნადი ხდება რა წვრთნელიც ფეხბურთელებიც და ინტერესი იზრდება და აი რაც თქვით რა რო აი ზუსტად აი ის მოხდა რომ ჩვენ ვერ შევძელით იმ ფეხბურთელების მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა ჩემი გუნდის ხელმძღვანელობის ვერ შევძელით იმ ფეხბურთელების შენარჩუნება და არჩიეს უკეთ კონტრაქტი დაუმთავრდა და არჩიეს უკეთეს ჩემპიონატში ხო ეხლა თურქეთში წავიდა პორტუგალიაში წავიდა ხო ნუ უკეთეს ჩემპიონატში გადასვლა და
ხო, ну და ვერ შევძელით მათი ესე რომ ვთქვათ დატოვება გუშინ. ძალიან ცუდია ეს. და რთულია, იმიტომ რომ ფაქტიურად მე მწვრთნელს მართლა ორი კითხვაა, რომ ორი კვირი კი არა, ერთი კვირით ადრე შემომიერთა და რამდენიმე დღით ადრე მეგონი თუ არ ვწდები, ეგეთ შემთხვევებიც ყოფილა. ძალიან რთულია ესე დროს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. თან რაც არის ყველაზე ცუდო ჩვენ მალმოს შეგვთ, ანუ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი. ხო, მალმე ჯგუფში აგერ ახლა თამაშობ. რა თქმა უნდა და ამან ყველაფერმა არის ჩვენ მან არასწორმა ყველა პირველ რიგში ჩემი პასუხისმგებლობა იყო და ნუ ეხლა მეტი რამე ქნავდექი და წავედი გუნდიდან. მაგრამ ყველას დაშვებული შეცდომები მოვიმკით მერე ზაფხულში ევროტურნირებს თორე. საქართველოს ეროვნულ ლიგაში ჩვენ მე რო წავედი გუნდიდან პირველ 6 ქულით წინ ვიყავით და 18-30 თამაში არ ქონდა წაგებული. ნუ რა თქმა უნდა ეხლა საქართველოს ეროვნულ ლიგა სხვა დონეა, ის სხვა დონეა და ვიცოდით ჩვენ რომ გაგვიჭირდებოდა იქ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ვერ შევძელით შენარჩუნება და ეს იყო ეს, ვიცი. ანუ მოდიში, ანუ სხვაკი არაფერი აქვს, ხო? სხვაკი არაფერი აქვს, რომ ერთ წელიწადში შენ დაიწყე ერთი ფეხბურთელები და სადაც საჭირო იყო შეხვდეს სხვა ფეხბურთელები. ხო ეს არის მოკლედ. მაყურებელს უაუქს. ხო ეხლა ლევადიასთან მე ეხლა ლევადიამ რომ ეხლა ნახეთ 1-0 წავაგეთ გასვლა 2-1 აქ მოვიგეთ და ნუ აღარ გვეყო მე დრამატების დროში კიდე გავგნო 2-2 და ნუ გამოვარდ. და ლევადიას წინ მე მაკლდა ზუსტად 9 ფეხბურთელი. ზუსტად 9 ფეხბურთელი. ანუ 5 ის ვინც წავიდა პლუს ანუ სეზონი რომ დამთავრდა და წავიდა საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო თავდამსხმელი, საუკეთესო ნახევარმცველი. წარმოიდგინე ხა ამ 5-დან 3 ისა იყო საუკეთესო ჯილდო, ხო? სამწუხაროდ ხდება ევროტურნირების მნიშვნელოვანი თამაშების პერიოდში. ხო, პერიოდში რა, ანუ წინ ესე რომ ვთქვათ, ნახე, წავიდა ივაგელაშვილი, წავიდა ევროტურნირების წინ, ნუ ხა ამისგან დაზღვეული არავინ არ არის, მე ხო დამაკლდა, წავიდა, ისა ტრავმა მიიღო, ფეხი მოიტეხა ჯინჯოლავამ, წითელი ბარათი მიიღო მამაგეიშვილმა მალმოსთან და გიორგი ტაპატაძეს ზუდად იყო და ერთ თამაში ითამაშა აქ გასვლა არ ყოფილა ლევადიას. ანუ 9 ფეხბურთელი გვაქვს ხა თავს კიდევ ვიმეორებ, მე არ ვიმართებ და მე პასუხისმგებლობა სრულად ავიღე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი წარმატება მქონდა და მქონდა ამ იბერიასთან ერთად მე ეროვნულ ლიგაში და მართლა აი ყველანაირი რეკორდი მოიხსნა 44 ქულა პირველი 2 წლის მერე არც ერთ რაც ეროვნულ ლიგა დაარსდა არც ერთ გუნდს არ აუღია. არა ძალიან მაგრა იარეთ მაშინ მართლა 60 რამდენი 68 ქულა აქვს ეხა და მაგ პოტენციურად აი ანუ 4 თამაში დარჩი რომ მოიგონ 71 ქულა გროვდა ანუ 71 ქულიდან 44 ჩემი მოღვაწეობის დროს არის აღებული. ანუ კიდევ ვარ თავს არ ვიქებ, მაგრამ რაც არის, ეს უნდა ითქვას 30 თამაში არ წაგვიგია, ეხა ერთი წელი რომ თამაში არ წაგ, ეხა ესე იგი რაღაცა სწორად მიდის. ეს არ არის შემთხვევითობა, შემთხვევითობა არის 1-2-3. და კაი, რატო დახვედი მაშინ? აი მართლა რეალურად გითხარი რატო? აი გეტყვი რეალურ მიზეს კიდევ ვიმეორებ, წასასვლელად მე საქმე ნამდვილად არ მქონდა ეროვნული ჩემპიონატიდან გამომდინარე ეს ზურგს მე მაგრად მიმაგრებდა ის ჯილდოები პირველი წლის საუკეთესო ტრენერი, მეორე წლის საუკეთესო სურთელი, საქართველოს ეროვნული, ანუ ყველაფერი ესე კომპლექსში იყო, მაგრამ ნახეთ რა იყო ევრო ტურნირებზე ამ ესე რომ თქვა ფიასკოს შემდეგ მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ მე ფსიქოლოგიურად, ანუ მოტივაციას ვეღარ მივცემდი ფეხბურთელებს და კლუბთან დავსხედით, დავილაპარაკეთ და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ შეიძლება სადღაც ეს სწორი გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ნუ მე აჩვენა, რომ არ იყო ეს ჩემი წასვლა სწორი გადაწყვეტილება, ნუ მე ისევ იყო ის, რომ ჩემი მიბრუნება, არ მიბრუნების საქმე ლოგიკური იყო, ეხა გუნდთან ერთად ამდენ რაღაც წარმატებას რომ მიაღწევ ჩემი მხრიდანაც და კლუბის მხრიდანაც, ხელმძღვანელობის მხრიდანაც, რომ ლოგიკური იყო ის, რომ შეიძლებოდა ისევ ჩემთვის ეთქვათ რომ ლევან შენი დაწყებულია ეს საქმე და მოდი რა შენმე მიიყვანე ბოლომდე, იმიტომ რომ კარგად მიდიოდა ყველაფერი. მე გუნდი რო ჩავიბარე 9 ქულით უკან იყო, ბოდიში 8 ქულით, მესამე ადგილზე ვიყავი და ჩემპიონი გავხდი და რო წავედი 6 ქულით წინ დავტოვე და მე რომ მივდიოდი უკვე ბოლოს და იყო ამას საუბარი და მოლაპარაკებები მარ ნამდვილად მიმდინარეობდა 6 ქულით უკან იყო. ანუ -6-ზე დავტოვე და -6-ზე. ლევან რომ მიხვედი, აი ამოცანა რა იყო, რა დაგისახეს? მესამე ადგილი. მესამე შარშან ვიძახ, ჩემპიონი რო გავხდი. ხო. აი მე რო ევროთასებზე. ზუსტად 2 წრე დამთავრდა
2 წლის მერე და გიორგი მიქაძე წავიდა გუნდიდან და მერე და მივედი მე და კიდევ ვიმეორებ, მესამე ადგილზე იყო გუნდი, 39 ქულა ქონდა გორის დილას, 32 იბერიას, 37 ტორპედოს და 31 ბათუმს. ანუ ეს 4 გუნდი, ნუ ისინი მაინც 7-8 ქულა წინ იყვნენ, მაგრამ ბათუმიც სამეული იყო რა, გამომდინარე, ანუ სამეული იყო. ევროპის იმაზე შესვლა. ევროპის შესვლა რა, ანუ სამეული. საკვალიფიკაციო გეთამაშა, რომელიღაცა აი ევროპის სულ მაინტერესებს, აი ორივეს მინდა კითხოთ რა. და ჩემპიონები გავხდით. ხო, კი ბატონო, კი გვახსოვს და მართლა ძალიან მაგრა იარეთ რა. კი, რა ეხლა 30 წუთში იავარდით იარეს. 3-0 სუგებდით კონკურენტებს. ხო, იარეს, იარონ. დინამო ისო 30 წუთში 3-0. და იცი აი ორივესთან მაქვს ეკითხვა რა, აი წვრთნელები ხართ ხო? აი როდესაც მიდიხართ კლუბში ხო? მარტო აი რო შეხდებით უფროსობასთან რა, ხელმძღვანელობასთან. აი მარტო ეროვნული ჩემპიონატის მოგებაა ამოცანები მხოლოდ თუ იქ უბრალოდ ევროთასების ზონაში მოხვდეთ თუ ჯგუფში რომელიმე ტურნირზე შეხვიდეთ. აი რა არის ამოცანა? მე ჩემპიონთა ლიგის მოგებას დავსახავდი მაგალითად. ყველა მწვრთნელს, ყველა პრეზიდენტს, ყველა ხელმძღვანელს ეს გუნდა ხო? ხა არ მარტო ეროვნული ლიგა არა. იქ მე განვითარება უნდა მოხდეს და იქაც რაღაცა უნდა ვქნათ, მაგრამ აი ეგ არის, ეგ გამაგებია, რაღაცა უნდა ვქნათ, არის შეიძლება ერთი წელი გავიაროთ, ორი გავიაროთ. მე გულისხმობ, რაღაცა უნდა ვქნათ, ეხა ეგრე შეიძლება რაღაცა უნდა ვქნათ, კაი მოხდეთ და ოლიმპიური სისტემით ვითამაშ გამოვარ, ეგ არა. ანუ რაღაცა უნდა ვქნათ, გულისხმობ, რომ ის რაც ნატურა დიდი ხანია აქვს, შესვლა არის ამოცანა. რა თქმა უნდა, ჯგუფში შესვლა მინიმუმ პლეი-ოფამდე უნდა მივიდეთ. ძალიან დიდი გამორჩა. ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი мотиваცია და ამბიციაც ეს იყო, მაგრამ ნახეთ რა არის თორე ჩემთვის მე ახსენე ერთხელ გადაცემაში ეს რომ ინდიკატორი არ უნდა იყოს ევროტურნირები. ანუ ევროტურნირზე რაღაცა ისე ვერ მოხდა, მე ვიმეორებ, როცა გაშვებას ამბო. აი პირიქით ამბობდი, ინდიკატორი უნდა იყოს სუსტადაც გუნდი როგორია. არა, ხო, გეთანხმება იმას მივხვდი მე ხო. 5 წელი მუშაობ, ან 3 წელი მინიმუმ. და მაინც არ გაქვს ის შედეგი რაც გინდა და ევროტურნირებზე 1 წელი არაფერ. კი ბატონო, მე ადგე უნდა და ან შეtvindო წახვალ ან გაგიშვებენ, მაგრამ ხა ჩემ შემთხვევაში რადგან ჩემთან არის კითხვა, ხო? ჩემ შემთხვევაში მე 1 წლის მისული ვიყავი გუნდში და კიდე იმის რაღაც ამბიცია კიდე ის მქონდა რომ ეხლა არა კიდე, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში იმ წრეხიდან გამომდინარე მე არ ვიტყვი რომ წრეხს ვერ გაუძელე, არა, ყველაფერს ძალიან კარგად გაუძელე, უბრალოდ გუნდი სასიკეთოთ რომ მე ეროვნულ ლიგაში არ გადასულიყო ეს რაღაცა არამოტივირებული გუნდი, რაც ჩვენც ახლა ლაპარაკობთ საქართველოს ნაკრებზე დავიწყეთ რომ აი რაღაც мотиваცია ხო, ამოწურა ისა. ზუსტად ეგ ჩავთვალე საჭირო და მე შეიძლება ვეღარ მიმეცა ფეხბურთელისთვის ის სათანადო мотиваცია, რაც მოგცემდა მე საშუალებას რომ ეროვნულ ლიგაშიც კარგად გამოსულიყავით. ანუ ის დამაგვირგვინებელი ფაზა. ნუ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და აი ზუსტად მაგიტო მოხდა ეს, მაგრამ ნუ ფაქტი მე ვთქვით რომ ფაქტურად არ გაამართლა ამ ჩემმა და ისევ მე ჩემზე იყო. გაია ყველაფერი, მაგრამ ურე. ალადო, შენ გუნდზე გითხარი. ეხა ეს კითხვა იყო ამის კონკრეტულებას და ამბიცია. ძალიან გასაგებია სენიორ მოყოლებელი. აი ლადო ბრდულოვმა მეშახტე გააიყონა ლიგა 2-ში რაღაც აბები პატარა გუნდი არის. აი გარემოა, ვიცი რომ მაყოფილი ბედნიერი ხარ რომ გუნდთან ერთად ხარ მოედანზე და ამ პროცესში მონაწილეობ და რას ფიქრობ აი? ბედნიერი ავატყოფი. ხო, ეხლა ყველა ავატყოფები ვართ. ეგრე უნდა იყოს. ზოგი მოწამული ხარ და ეს ბედნიერესია. ეს ზოგადად ეს არის უქრო კაცი მართლა ძალიან ცოტა ვეჭხვი მაგრამ არა უშო არა რაღაც სუეგრეა სუეგრეავად კი არა გაუკვირდა ჩაფხუტით რო და კიდე კაც ჩაფხუტ არ დაგისვი ხა შენ ამუკა გორგოს ეკითხება როგორ განვითარდება ქართული რაგბი და ეს ახურია ჩაფხუტა იმ გორგოს შეიძლება გაიდიპე და ჩეულებრივად პასუხობდა კადრი რო შევხედე გარედან კი ნაღამ გავგიდი მაშინ ჯერ მიდი გითხარი შენ გუნდზე გარემოზე სიტუაციაზე და აი გადახვალ არაფერი ბაზაზე აი გადახვალ მე რო შედიხარ ფარშევანგები დარბიან გარემოზე შამპუნი შადრევანი შადრევანი აუზი ყველაფერი გვაქვს აბსოლუტურად ხიზილალა სხვათა შორის არის ვისარგებლო ფეთერი და ლადოს მინდა წარმატება უსურვო მაგარ საქმეს აკეთებს და ჩემი მეგობარია ძალიან დიდი ხნის და მინდა რომ მართლა გულწრფელად წარმატება გისურვო და გამიხარდება თუ
ძალიან კარგი კი ვით არ გინახი ხუღობები სერიოზულად გეკითხები კაცო სერიოზულად თორე ვიძახი პასიონი ვიცით ისედაც კაცო 3 წლის წინ ჩავიბარეთ ეს გუნდი და ლევანემ როცა დამიძახა პრეზიდენტმა რომ თვითონ როგორ ჩაიბარო მაშინ ნუ იყო მეორე ლიგა მესამე ლიგაში და სულ იმ მესამე ლიგაშიც აი როგორ იყო იცი ანუ საწყენად არ ვიძახი რომ გავარდებოდა ან ჩემპიონატის გაიზრდებოდა რაოდენობა გუნდები შეებოდა მითი რა ქვია გავარდებოდა და ან სხვა ლიცენზიას ვერ გაივლიდა და ჩაენაცვლებოდა და ნუ ესე რო ჩავიბარეთ ესე სიტუაციაში იყო გუნდი და ნუ ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ ამ თემას ყველა გულშემატკივარიც ისაც თავიდან არ ეგონათ მოვიდნენ აი რაღაცა და ნუ ეხა გიჟებივით არიან რა იმიტომ რომ რეალურად არის ის რომ ლევანიცაც თვითონ ლევან ჯაფარიძე გუნდის დირექტორი რომელმაც ეს გუნდი ჩაიბარდა ვეუბნები რომ მართლა აი ღმერთმა ჯანი და ენერგია მოგცეს რასაც ეგაკეთებს და მართლა არ ვიცი საქართველოსკენ საქართველოს ქვეყნის გარეთ გააცნო იმდენი მაისური გადაცემა აუ ისე ეგუნდა შოკოლადები გამოუშვა სოციალურ ქსელში ძალიან კარგად მუშაობს შოკოლადები გამოუშვა თავი და ყველა ვეძახტო ესე გიჟები არის ანუ მაკედონია ვარ მე წარმოშობით ერთხელ არ ამყოფი მარტო მაგრამ მიყვარს იქავრება ვიყავი 1-2 და მე ვარ მაკედონ ტყივილ და გულშემატკივრად პირდაპირ გეუბნებით შემდეგ სწორი მენეჯმენტი ანუ რაში გამომდინარეობს სწორი მენეჯმენტი რომ აი არ არის მე ის რო ვთქვი რომ თანხებია მოსაზედი თანხები ის არ არის რომ აუცილებლად ყველას თავისი ყოფნის რა რაღაცას რომ ბიუჯეტს რო დაისახავ ხო იქ უნდა თქო რომ მე აი ამითი აი ამას გავაკეთებ ამითი ამას გავაკეთებ ამითი ამ სტაბილურობას დავიჭერ იმითი გავ ვის როგორ რა უნდა ეგ რა უნდა რა მიზანი ხე მანდრო თამაშობ გადასვლა ხო არა შეიძლება ყველა გუნდის პრეზიდენტი ზოგია იქ ხა ისო თქო მე აი ამდენი გექნება და დაუждები, დაველაპარაკებ, თქო ეს არის და აი წავაცდეთ, ხო მე ხდება რაღაცა ისეთი, ფული იმდენი არ მიდის, მე ვიღაც ფეხბურთელს ერთ ხუთ ფეხბურთელს გაყიდენ, მე რაღაცა და ანუ ირევა და მე პასუხი როგორ არის, რომ თვითონელმა ეს იმან ვერ შეძლო, რომ ადამიანმა თქო რომ აი ეს გვაქვს და მინდა რომ ვერში დამიდგე. შესაბამისად კიდევ ერთხელ ვიძახი, რაც თქვი ზუსტად პირველ წელიწადს თქვით რომ მესამე ლიგაში შევინარჩუნებდი და იმ სიტუაციას, იმ საბაზისო რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რაზე დავაფუძნოთ გუნდი, იმას შევხედავდი და ანალიზს გავუკეთებდი, რომ რა გვჭირდება და ვთქვით, რომ პირველ ხუთეულში ვიქნებით, რომ ქვემოთ ზონაში არ ვიყოთ გასავარდა და ჩვენმა განკარგმა გულშემატკივრმა მომთხოვნმა, მაგარმა გულშემატკივრმა, რომ იმაზე არ ენერგიულობს და მეხუთეზე გავვედით, ზუსტად ცოტა დაგვაკლა მეოთხე ადგილამდე, რომ იმ წელსაც პლეი-ოფს ანუ სიტყვა შეასრულეთ. ხო, მეორე წელს ქონა გეგმა, რომელიც უნდა გადავსულიყავი და გადავედით შარშან. კი ბატონო. წელს გქვა გეგმა ის, რომ არ არის რა მაღალ ბიუჯეტიანი გუნდი. გვა გეგმა ის რომ პირველი წელი ეხა გახვიდე იქ როცა სიტყვაზე გეუბნები არა გეტყვი აი იქ როცა ყავს ბონისი სიონი ლოკომოტივი ფლაგმანი ისეთი გუნდები რუსთავი რომლებსაც აი ფული აქვს ხო რომელსაც მე თასის გამარჯვებული უმაღლესი ლიგის გუნდები რა პირველ შენ ეხა გამოხვიდე და თქვა რომ ეხა მე აი ამას მოვიგებ გადავალ ეს არის რატო ერთ რაღაცას კითხავ მატაკუცული ერთ რაღაცას კითხავ აი გისურვებ წარმატებას გულწრფელად და აი გადახვედი არის ხელმძღვანელობა მზად გაზდის დაფინანსების ბიუჯეტის სტაბილურობის სტადიონი აი ეხლა მაგას მივალ ორ სიტყვაში უცბად ვიტყვი რომ აი შესაბამისად ჩვენი წელს იყო რომ გულშემატკივრს როცა ხვდები იქ ბოლო ის რო არის როცა გეგმები უნდა გააცნო წლის ხო თქვით რომ წელს ვიქნებით შევინარჩუნოთ ადგილი და ჩვენი ამოცანა რომ ქვედა 4 გუნდი რომელიც 2 ეგრევე ვარდება და 2 პლეი-აუტის თამაშობს, გადასასვლელ თამაშებს, დასარჩენ თამაშებს, აი ჩვენი მიზანი რომ ამ 4 გუნდის ზემოთ ვიყოთ. რა ვიცი, ჯერჯერობით ვასრულებთ მაგას რაც გვაქვს დაგეგმილი და ეხლა იმას ვერ ვეთქვი ფეხბურთელებს და ვერც არც არავინ არ ეთქვის და არაპირებს იმას რომ მოდი რა შენ გაჩერდი. როცა თვითონ აქ ის მუღამი, როცა დაიჭირეს ის ფეხბურთელები რომლებმაც უმაღლესი ლიგამ ბევრმა დაიწუნა დღეს იძახია რომ ვიღაცა იძახს აუ მე მგონი ის შევწდი რომ გაუშვა. ვა ეს რა კაი ყოფილა დიმა გურცკაია რომელმაც აი ამდენი წელი დინამო თბილისის აკადემიის იმაში რა ქვია ზუგდიდში გაზრდილია. მე თბილისში დინამო საქართველოს აქეთ ჩამოყვანილი, აქედან სადაც გაშვებული და ვერც ერთი გუნდი ვერ გამოინახა რო იქ და მესამე ლიგაში რომ მოვიყვანე 2 წლის წინ რომ მესამე ლიგაში მოვიყვანე და შვილო მოდი ესე ერთად ცხონებული ბიძამისი ჩემი მეგობარი იყო და მომიყვანა რომ აი ვაფშე ყველამ დაგვიწუნავ რა და ფეხბურთელი რომელიც აი რა გითხრა რო შეხედავ სიამოვნოს გარბის სიცეს უტევს სწრაფია მაღალია ხო ხტები ინდივიდუალურად მიუდექი და დააკინებს ეგ არის მე მთავარი და ის ფეხბურთელმა გუშინ პირველი თამაში ითამაშა ახალგაზრდა ნაკრებში და დებიუტი ქონა ეს ხო ის რაღაცა იმისისა რომ ძველი პრეზიდენტი რაღაცა იქ რაღაცა სწორედ სადღაც მიდის და შეგვიძლია რომ რაღაცა ერთ კუთხეს
ძალიან რაღაცა სტაბილური სტადიონზეც გითხარი რა მე როგორც ვიცი ჩადებული არის სტაბილური სტადიონი და ძალიან ბევრი მილიონია გეგმაში ჩადებული რომელიც ეს სტადიონი რეაბილიტაციას და სულ შეიცვლება და მიდიოდა იმაზე დავა რომ ტყიბული ისეთი ხარია რომ ძირითადად წვიმები ძირითადად მინდორი ტყიბულში კი არა თბილისში შეიძლება ძალიან რთულია შეინახოს და მიიღეს გადაწყვეტილება რომ ეხლა გამოცხადება პროექტის ტენდერი იყო უკვე მერე ვინ შეასრულებს ამას და ჰიბრიდი ბალახი რომელიც აი ფარეერებს და ნორვეგიაზე იმას ბათუმსაც ეგ აქვს ხელოვნური ოღონდ რომელსაც UEFA-ს სტანდარტებით დაშვებულია საკვალიფიკაციო თამაშებიც რა რომელიც ჩვენთანაც უმაღლეს ლიგაში თუ გადახვედითო იქაც შეუულებრივად დაშვებული კარგია ხო ძალიან მაგარია ვერ მოულიან სხვანაირად ანუ მინდორის ერთი მინდორი გაქვს ხო იმაზე ვერ ივარჯიშებ და ვერ გავიდე ნელ-ნელა აი ბოლოში რა ჯერ არა მაგრამ ორი გამონათქვამს ვიტყვი და არა კითხვას ზაზა კაპანაძე და გიორგი კუბლაშვილი ერთი ამბობს ბატონი ზაზა რომ ფეხბურთელი რომ ორ მეჩით სარიელ კარს ბურთს მაზავს 6 თვლის ბრალი არაა ეს ესია ჩვენ ყველა ვიცი და გიორგი კუბლაშვილის ნახევრადხმურობით ეს ჟევრიკას ის არის გამოძახილი ქართული საკლუბო ფეხბურთის ქელეხის თამოდა გავარკვიე თუ და თვითონ ქელეხს სადუხდით ეგ მაინტერესებს არ იქნება ეგ არასოდეს არ მოხდება ჩემო და ეს ხუმრობით იყო ჟორიკა რომ ყავდა მაშინ და არ იქნება ეგ არასოდეს იმიტომ რომ შანსი არ არის მაგისი და კითხვა არის ბოლო ყაზახეთში რა იყო მთავარი პრობლემა წარუმატებლობის მოკლედ რო თქვა და შემოთავაზება თუ აქ გუნდა იგივე კითხვა შენთანაც შემოთავაზება თუ ჯერ აქ აღარ ეხა გავიგე მაგრამ მაინც არის კითხვა ორივესთანო და რა ვიცი აჰა მოუშია ტელეფონობა მოუთქვა ეს თვალებია სათვალე აბა ლევან ნუ ეხ პირველი პრობლემა როგორც ყოველთვის სურთელსის არის დრო თან მით უმეტეს ეს მე სადაც მუშაობდი ჟენისი მე ანუ გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში და მე მაგ დროს მივედი კლუბში და ფაქტურად საერთოდ შეიცვალა გუნდი რა 25 ფეხბურთელის ანუ ის შეგვეძლო რეგისტრაცია ესე რომ ვთქვათ და 25-დან 19 ფეხბურთელი იყო ახალი 12 ლეგიონერი და ნუ დრო გჭირდებოდა და მე სულ რაღაც ორი თვე მქონდა მოსამზადებლად და აი ისე არა გვეწყო რაც გვინდოდა ანუ დრო გჭირდებოდა დავიცი ეგ ავიგე გასაგები ეხლა მითხარი შემოთავაზებებზე ჯერ შენ და ვერ შენ რა ვიცი შემოთავაზებებს თუ გინდა თქვი თუ გინდა რა კონკრეტულად ჯერ ისეთი არაფერი რაღაცები არის მაგრამ ის საქართველოდან თუ საქართველოდანაც და იქიდან და ნახოთ აი დეკემბერში ალბათ უფრო ნუ ხალხლების დეკემბერში გაირკვევა საბოლოოდ ლევან რა მე იმედი მაქვს დიდი რომ გაირკვევა და რა ვიცი და არ ვიქნები კიდე სამას ხო და ჩემო საშიშალო ზიხარ ლაილაი ყველა სერია შეგილია ნახო გამოგვიწერო ვიღაცა და თქვენც მოგმართავთ რომ გამოგვიწერეთ რა ძალიან თქო დაგვალაიქეთ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რომ ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ ყველა ვისაც აი ფეხბურთზე საუბარი და ეს პოდკასტი იქნება მართლა არ წვინდება მე ყოველთვის მივესალმებით და ყოველთვის მზად ვარ მოვიდეთ თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ ვიკამათოთ ვისაუბროთ თქვენთან ერთად და მადლობას გისმით კიდევ ერთხელ აი ესეთი საფეხბურთო ბუმი როა უღრმესი მადლობა მაგ სიტყვების გამსახურება არის დიდი და დიდი მადლობა სახმები გამყრელიძის დასკვნას და არ იტყვი რამეს იმიტომ რომ გადახასველი ხარ რომ არა ნუ რეალურად ხა კიდევ ერთხელ წასვლა ხო იცი მაშინ ამ შედეგებიდან გამომდინარე რაღაცა პატარა რაღაცას ოდნა მივახცე და თუნდაც კლუბის მეშახტეს ეს რა თქმა უნდა მთელი კლუბის და არა მარტო ჩემი დამსახურება ისეთი ერთი დიდი ოჯახი ვარ და ლევანის ძალიან დიდი წვლილია და რომ ყველა აი იცი როგორი კინოში ერთად იქ ერთად რესტორანი ძალიან დიდი ოჯახი შეიკრა და ძალიან კარგია და სიამოვნებს მაგ ბიჭებთან ყოველ დღე მისვლა იქ მაგათთან ერთად თუნდაც ხუმრობები ყველა ხარტო ვაფშე ყველგან და კი რა მაფიოზობანასაც ვთამაშობთ ეხა მარტო არ შეიძლება რა არის ხო იცი ეგ განხეთქილებას იწევს იქით-აქით რესტორანში კარგია მე იქ ვინ როგორ აზრ იმაში რო არის ხო იცი ქეთო და კოტეჟი ქეთა გამოიყანეთ ქეთა
ესე არის რომ იქ ვიღაცა მოვა და იცი რა იმ გუნდსმა გამოთქვა შენთან სურვილი საქართველოს სამოყანეთ მე ეს რო არ მოგატყო საქართველოს იყო მაგრამ ეხა კონკრეტულად ერთი შემოთავაზებაც არის საზღვარგარეთიდან რომელი ქვეყანა შეგიძლია? მე მოიცა ეხა ბიჭები ვიყურებენ რამე არ გინე არა სასაცილო რა არის რომ მუშაობდი ხო საქართველოს კლუბები და არ ვიცი არ მინდა ეხა ცოტა მუშაობს ხალხი იქ და კლუბები რა იქ აუ ლევანდაში როდის გიმთავრდება კონტრაქტი და ჩემთან და აბაცა როგორ მუშაობ კაცშვილი აღარ მოდის ნახე რა იყო ლევან მაგას კაცშვილი აღარ ეკა მაგას მეჩვეული ვარ 2012 წელი იყო თუ 13 ბოლნისიონში რო ვიყავი და ბოლო ადგილზე იყო რო ჩავიბარ და UEFA-ს შესარჩევზე გავედი მესამეზე გავედი რა ის მაშინ და ნუ 30-იანმა 15-16 თამაში ბოლნისმა თან როგორც აგარი გუნდები იყო ჩემპიონატში 16 თამაში არ წაგვია 12 მო გორის დილამაში რო ის იყო და იმის მერე ერთხელ ორჯერ 2 წელი კარგა და იმის მერე ძალიან დიდი პაუზა მქონდა და მომიწია მესამე ლიგაში დატრიალება ის რო ისე ხო არ გაჩერდები ხო მე დარწმუნებული ვარ ლევანეს ესე არ მოუწევს რა თქმა უნდა მაგრამ ესე ხდება რა იცი ანუ დაგივიწყონ და მე ეხლა რაღაცა იქ ჩვენ არ ვუწევთ საშუალებას ლევანი დაიწყო არაგვი გადმოვიყვანა ეხლა ეს და ეხლა წოთარი უი ეს ცოცხალი ტიპი ანუ ისეთი ორგანიზმია რა აი მწვრთნელები ხართ და ესენი უნდა დაახშო ბიჭო ეს 2000 დამწველი ეხლა მაგას ნახავთ ეხლა მე მგონი შემოკლება ეს რა გვაქვს ამ ქვეყანაში ვიღაცა რო წამოიჩიტე ეგრევე ახშო რა თქმა უნდა ო რა ძმა ეხლა მე და დინა ეხლა პრესინგს მაგრამ მე არა ძმაო მე ამათქენა ვარ რა მაგრამ უკან ნახებ ოღონდ მე ვარ თქვენკენ როგორ არ ვიცი შეიძლება მოგაწევი არ მაშინ არ უკარნახო ეხლა თუ ძალიან გაუჭირდა მოკლედ კაი კრისტალ ბეტს გადმაალაგე გუშინ გურჯანელებს ველაპარაკე ლუკა მე მიყურებს კამერა კამერა ეროვნულ სამახშობ ლიგ კრისტალ ბეტ ეროვნული ლიგის თამაშები ლაილაიში ტრადიციულად გრძელდება და ეხლა უკვე ლადოს და ლევანს ვეთამაშებით ჩამოხჩობანას აგერ მოფრინავს თაზე გუგული ჩვენთან სტუმრად მოვიდა ბურდული ორღალაზე ვარ ბიჭო ლევანზე ურ ალექსი გლიჯი ორღალაზე გლიჯი თუ ბიჭო ფიქრობ და ჩემზე თუ არა ოთარაზე მაინც ოთარაზე შეიძლება თავისუფლად მოკლედ მწვრთნელები ხარ და ეგეთ მაგას ეხა რამე მოვიფიქრებს მწვრთნელები ხარ და ეგეთი რამე მოვიფიქრეთ რა რომ ქართველი მწვრთნელის შეძახილია სტადიონზე გაყოფა არა გამოტოვებული არა აქ არის გაყოფილი აი ჩაუსვი ხაზი ჩამოუსვი შეძახილი ქართველი მწვრთნელის სტადიონზე რა დაუძახა აი ეხლა რა შეძახა ეხლა შესარჩევი ციკლიც თუ არა ეხლა არა მე რას ვიძახი იცი შეიძლება იყო 30 წლის უკან და მე ეხლა არა ეგეც არ გეტყვით ეხლა არა სიტყვას ვიტყვი პირველს წინა გაინძერი აი ხა მაგის გამო გაინძერი ეხლა დაუხაზე ორი ხაზი მაგის გამო ეგრევე ხაზი ჩამა ეგ რატო წესი არ გიტყვია რა შეიძლება წავა კარგი ხარ მაგრამ ჩქარი წესი არ გიტყვია არა წესი არ გაგვაცა ასო გერებით უნდა გამოიცნო ეხა შენ თუ პირდაპირ გამოიცნო რა ვიცი კაი ციფრები დავა ევო ჩამოწერე რამდენი არის 10 სალე თუ აღარ არ გამოტოვო და რიცის ხომ ეხლა და მოიცადე ერთ წამი დაგავის და ხო შეჭი მოიცადე წაშერის ხაზი ერთი რაც არის არა მოიცადე იმდენად გადავერთ ეხლა ბიჭო ასაკშია შე მორჩა წაშალე ხაზი რა ხო კი არც ისე ბევრია სხვა შორის ყველა აღთოვანდით არაფერი არ აღთოვანი რა აჰა ბატონო 1 2 3 4 5 აგი არის მაგის დედაცვატირე 5-ია დათვალე კი 5-ია მე ასოებით ვქდი ბიჭო არ გინეს ისენი განსადა მიაყოლეთ ლუკა მეორე მარკერი გამოვართვი რა ი იქნება ხა იუეჭო კი ერთი არის სხვა შორის ავსალში მართლა კი აბატონო ი არაფერი არ შეიძლება უძდელობა იყოს რა თქმა აი ახლა ყველაფერს ხوارგე უძდელობა ეხა ისეთი არა რომ არ გამიჯდება მე რა ის უძდელობა აქ არ ჯდება აუ რეს ფიქრობენ ორია არა რას ფიქრო აი თქვი იმანო თქვა ხო იცი შევარდაზე რო თქვა მე სულ არ მიფიქრია ერთი შეიძლება ესე ყოფილიყო მაგრამ ის როგორც ამბობს გაწელა ამათ ხელშია საქართველოს მომოარე მარკერი ვერ მოიტა
იმან ისე თქვა რომ გაიწელა და 2 არის. რა გაიწელა, წესირად ილაპარაკე, გაიწელა, გამოიწელა. აი მეგობრებო, აღარ არის ე მუსიკა. რამე ასო, თქვით, რა გჭირთ, ბიჭო. ხო. ერთია. მიყვებით კი? არა, 2 არის. 2 კი. აქ უნდა იყოს. ხო, 1-3-იანი შენს გაატყირა. აი 2 როცა ეხლა მივხვდი რომ ძალიან აგვილია. მიდი? მიდი ბაბას გავიცე. თქვი, მიდი. ხო ხედავ დიკიტატადის შტატ აღარ არის მუსიკა, რომ თხოვეთ გავჩერდ. რაღაცა სხვა ამბობ. გ არის. აო, სწორად მიდის. ყორღანა ნახე ჩართოს. მოატრიალი? აი თან იქ არის. ეხა აი მეორე სიტყვა უნდა გამოცნობილი კონდეთ უკვე რა. ჯუნჯუნ. ამათ აჩვენე ბიჭო რა. არა, ხო, მაგრამ ამათ უნდა აყურები რატო? მაყურებასაც მოუნდა ჩვენ გამოწე. ჩ. აუ გადაგჩეს ამან, ჩუ დაწერე. წავიდა მეორე ხაზი. თუ არა, უჭიღურებულო. ჩუმადო იქით წავიდა. მიდი. თ თუ? კი. არის. 1 თუ არის. აკე მეორეში ნო. აჰა, 1 თუა. მოატრიალი. ეხა ეს ვერ ხვდებით რა არისო? მოიცოდე, აი შენ იცი. არა, რა ეხა ძეძემა რა, მე ვარ მომეწერა შენ. არა, ეს მეორე ხა ამდენია სორვაგდ ერთია. განსაცვლის კაჟადა. კაჟადა? ხო, ნუ აკლ ეგ არის. აქ იქნება რა, კი. მეტიკო არ არის. ლადო აეთო. ლადო მიცის. არის ის. გამოვიცანით. აბა შემდეგი ქართველი მწვრთნელის შეძახილია. ფეხი გააჩერე, ნო და თავბრდამე ხო. დიკიტატა ხო ამიკრძალე და. როგორ? არის დ. არის მაგარი. გეღადავებიან ეს რიცი გაიფებია რომ ატრიალო ეს ყლესავით პოდიში. აუ მიხდა ბიჭო. აუ მე ბულუ, ეგ ორი სიტყვა გამოვიცანით. აბა მესამე აკეთე ბლად. ტრენერი თვითონ არის. ამავე. ტრენერი თვითონ არის. მი. ჩემურა გეძვაი. მოწევა გააკეთე ბლად. აუ სადგახსნა ტაქტიკური ფიქრები ჩა. გააკეთე ბლად. ტაქტიკური ფიქრები. და ის რა ქვია? დაფაზე ხელი უნდა მოვა. ეგ თავის თავად მაგარი ხო და. ეგარ გაუხარდა ტრენერი თვითონ. აუ სადაე. დაძე კორღა ჯერ ავტოგრაფიურად მიგვეტო. არა, კორღა. მოგვიწერე და მე ლადოსთან გადავალთ. ეს ჩვენი მეგობრის, ჩვენი სპონსორის კომაგის ისტორიული დაფაა, სადაც ხელს აწერენ ხოლმე სტუმრები. როცა გავჭიმავ. ვერ მოვარდე თვალში. დიმამ თქვა დამჭიდი ხარო და ისეთი. სულაპარაკე და თუ რაღაცებს ვიტახე. ხო, გვინ დატანჯე. დადოი. გვინ დატანჯე. ცოტა კარგად. შენაი. ისქენი თორე აჰა, მიდი. მოკლედ სანამ ესენი მოაწერენ, მე გეტყვით, რომ დიდი მადლობა, რომ გიყურებთ, დიდი მადლობა, რომ ხართ უკვე ამდენი ხანია ჩვენთან ერთად და გამოიწერეთ ჩვენი არხი, აი მათთან უკვე მასწავლეს დაგვალაიქეთ, აი. ვა, პირველად. დაგვალაიქეთ და რაღაც აცგი და ის გიქეთ. დაგვალაიქეთ და ვიყურეთ და დიდი მადლობა და დაგულე. დაგულე, მიგულე, მოგულე, რა ბიჭო, ამ მე დაგუნაღ. ეს კიდე ოდო კლასნიკში არის ასე. და ტრეც ატანს იმას, რა ქვია, წერილებს. კაფრინდი ეხა და მიუტანეს აქ. ეხლა ამ ეთერის მერე რა რო დავამთავრებთ ლაილაის რაც მოხდება იმას გადავიღებთ და შემდეგ გადაცემაში ნოდარი აღარ იქნება და იმას დავდებთ რატო აღარ იქნება. არა, ის მაინტერესებს, მაინც ეს ბილბაო თუ რომ მეორე რა გუნდია? მეორეა ისა? მანჩესტერი. მეორეა? აი ისა, აი დიახ, აკარ ბილბაო გამახსენდა დაბალა! ეს ნახე დაბალა! თქვენ ბიჭო აი მე არ ვიცი უბრალოდ. ისეც გეშვა. აი თაობა ისეთი აი ლადოს ვერ პაულობ რა თქვა. ლადოს ძალიან ყვარებია ის რა ქვია PlayStation-ი და ერთ დღეს ისე მოვაწყობ რომ აქ ჩვენ გეგმავთ სტუმრებთან თამაში. გრიგოლ რობაქიძე ჩვენთან სტუმრთან ჩავკეტა 5-3-2. ეს დაწერე რა. ამდენი ხანი ფიქრობდი. როგორ და უყურე და გადაახვევ და ნახავ ხა აღარ გავიმეორე. მე მიყვარს გრიგოლ რობაქიძე სტუმრად არის კორღალიძე. უარ გადავა. ლევან კორღალიძე. არა, ნუ ბიჭო რიფში ჩავსვი თორე ეგრე ორივე ლექსი დაწერილია და იმასაც მაგ არა იმას ვერ ვიტყვი რა. მიდი თქვი, აუ მოერიდება, მიდი თქვი. მოაკლდა 100 გვარში. რო დარშენ. აუ. წავედი თხახო, სანამ გადავიჭეხებთ. კარგად იყავით, გვიყურებთ იქით აბა. ვერ ჩასვი. კარგად იყავით, მადლობა ბიჭო. არის. აბა ხედა აბა.